სამშვიდობისა. აჰა, უირაკარია. მაყურებელს. საინტერესო ლაივი გველოდება. მინდა გითხრა, ბევრი მოვლენა მოხდა სოფლიოშიც, საქართველოშიც. მინდა კონსერვატორები საქართველოსთვის ამ გუნდის სახელით გასაუბრო დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ამ გუნდის ერთ-ერთი ძალიან აქტიური წევრი ხარ, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი ხარ და ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის შენი მოსაზრებები და ასევე გამოვაცხადე, რომ კომენტარებში შეუძლიათ შეკითხვები დაგვიწერონ და ვეცდები ხოლმე, როდესაც სტუმარი საუბარს დაასრულებს, აუცილებლად თქვენი შეკითხვაც გავაჟღერო. ბატონო, ვისაც ეკითხება. პირველ რიგში ბოლო პერიოდში მე რა ვიხარ. ხო, ბოლო პერიოდში რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდა ის, რომ გატყდა ნავსი კონსერვატორების მისამართით და საზმაოზე მიიწვიეს ზურა, მერე უკვე იმედზე იყო პრემიერთან ერთად დებატებში და შენი გუნდის ეს ორი ლაივი ერთიანად რომ შემიჯამო და თქვა რა იყო, რამდენად კარგი იყო, რა გაკეთდა სწორად, რა არ მოგეწონა თუნდაც მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ დადებითიც და უარყოფითიც. მე დროის ფაქტორი დამაკლდა ზურასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნაკლები საშუალება მისცეს რომ ესაუბრა და ძალიან გამოხტომები იყო და რაღაცები იყო წვრილმანები რაც არ მომეწონა იქ სპეციალურად იყო ხელოვნურად გაწელილი რომ დრო არ დათმობოდა ყველაზე მნიშვნელოვანს. მე ეს შევამჩნიე და შენი მოსაზრება მაინტერესებს როგორია? ფორმატიდან გამომდინარე, ახლა დრო გადანაწილებული აქვს, რამდენიმე წარმომადგენელი ყავთ ხოლმე და ოპონირებას უწევენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზურას ეს ჩართვა და გამოსვლა პრემიერთან ოპონირების სახით იყო მნიშვნელოვანი, სადაც მე ვფიქრობ იმ მცირე დროში და იმ მცირე მონაკვეთებში სათქმელი თქვა და ქართველი ხალხის ეს გულის ტკივილი, რაც იგორ ხილსის პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მაგი გააჟღერა. ერთეული ოპონირება გაუწია არგუმენტებით, ესე პოლიტკორექტურად, ეს ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას სამწუხაროდ არ მოეწონა, ეგეთებიც აღმოჩნდნენ, როგორი რაღაცა მოხდა სოციალურ ქსელებს თვალს ვადევნებდა. პირველ რიგში ზოგს არ მოეწონა, რომ ზურა იქნა მიწვეული ამ დებატებში. რა ვიცი, ახლა წლების განმავლობაში ჩვენ რაღაცნაირად არ გვაღიარებდნენ, შემდეგ მოუწიათ აღიარება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არჩევნების საშუალებით მოვხდით საკრებულოებში, წარმომადგენლები ყავს რამდენიმე რაიონის და ქალაქის, მით უმეტეს დედაქალაქშიც წარმომადგენელი და არ იქნებოდა სამართლიანი, რო არ მიეწვიათ ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელი, მით უმეტეს ლიდერი და პირველ რიგში ეს ძალიან კარგი იყო. იქ იყო რაღაცა კითხვები, რომ მადლობა მოუხადაო ზურამო, მადლობა იმაზე კი არ მოუხადა, რომ მიიწვიეს. უთხრა, რომ მნიშვნელოვანია აი ესეთი არგუმენტებით ვინც ოპონირებას გაუწევს მართველ გუნდს ეგეთი პოლიტიკური ძალის მიწვევა და არა რაღაცა ესეთი როელოდებიან ხოლმე რომ ხელოვნური ოპოზიცია რო ყავთ გამზადებული კითხვებით. როელოდებიან ხოლმე რომ ეს რაღაცა ძალადობა და რაღაცა ხაჯური ოპონირების გაწევა უნდოდა ზოგს და ზოგს ეს არ მოეწონა რომ ესე კორექტულად რო ესაუბრა, იმიტომ რომ აჩვენა თავისი მაღალი კლასი პოლიტიკაში ეგრე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც აი ესე ჩამოაყალიბა თავიდან ბოლომდე აზრი. პრემიერი შეეცადა რომ გაეცა პასუხები, რაღაც მომენტში ეთანხმებოდა ზურას, თუ ერთი-ორჯერ უსმინე სპეციალურად ეთანხმებოდა და ეუბნებოდა რომ კი ეგრეა, მაგას გადავხედავთ რაღაც საკითხებს და ეს იმას ნიშნავს რომ თვითონ ციფრებშიც რომ დაიკარგა პრემიერი და იქაც ზურამ უთხრა რომ აქ არასწორია ეს საკსტატის მონაცემებიო, ხო, ანუ აღიარება მოუწია რაღაც დოზის პრემიერს. ბოლომდე ვერ თქვა, ეხლა მთლად ჩვენ კაბინეტებში იწერებაო ეს საკსტატის მონაცემებიო, მაგრამ ხო აღიარა და თქვა რომ ხო რაღაც შეცდომები მანდაც შეიძლება არა არის, მაგრამ
ძალიან კონსტრუქციული და ფარგლებში მოქცეული, სწორი და ლამაზად გაკეთებული იყო ეს ყველაფერი ბზურას მხრიდან და ძალიან ბევრმა ეს არასწორად გაიგო, ან უნდათ ესე და მაგიტომ შეფუთეს ეგრე. ნუ ახლა პოლიტიკაში სამწუხაროდ ყველას არ მოსწონხარ, არ უყვარხარ, იმიტომ რომ ეს მარტივი არ არის პოლიტიკოსობა და ესე პოლიტიკური ცხოვრება. ვინაიდან ყავს ისეთი ადამიანები, ვინც ყოველთვის რაღაცა დაძებნის სიტყვაზე საკუთარ თვალში რომ ბეწვს ვერ ხედავენ და სხვის თვალში დილეს ეძებენ. ეგეთი ადამიანების არსებობენ. სხვათა შორის ესეთი ადამიანები შემხვდა ბევრი, როდესაც წლების წინ 2 წელის წინ როცა ანტიმაიდანის საწინააღმდეგო დიდი აქცია გაკეთდა, ჩვენ რო გვეუბნებოდნენ, რატო არ მიხვედით ბიზნეს აქციაზე, ქართული ოცნების აქციაზე სახელმწიფო სჭირდებოდა, ქვეყანა სჭირდებოდა. ისინი ახლა გვეუბნებიან, რომ რატო მიხვედით იმედზე და რატო დაჯექით სიტყვაზე მაგ დებატებში. ნუ ახლა ეს ყოველთვის იქნებიან, თუმცა ამ ქვეყანას მადლობა ღმერთს ყავს საღადმოაზროვნე ადამიანები, ვინც უყურებდა მაგ დებატებს, ვინც სწორად აფასებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რა არის კარგი, მაგას სწორად ვინც იფასებს, ეგეთი ადამიანები ბევრია. და ეგ ზოგადად აი პოლიტიკაზე იძახიან, რომ ბინძური საქმე არისო. ბინძური არის ბინძური პოლიტიკოსებისთვის, თუმცა ბინძური შეიძლება უწოდოთ, რომ აი ბევრი უმადური ადამიანი გეყოლება ცხოვრებაში. ყველას არ მოეწონები, იმიტომ რომ ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებს ვერავინ, აბსოლუტურად არ არსებობს ეგეთი რამე და თავარი არის აქ, რომ შედგა დებატები ჭეშმარიტ რეალურ ოპოზიციასთან, ეროვნულად მოაზროვნე ოპოზიციასთან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ყველამ კარგად იცის, რომ ეროვნულ საკითხებს მიწების გასხვისებას რაც შეეხებოდა ამ ქვეყანაში, ამ LGBT პრობლემები რო იყო ქვეყანაში და ყოველდღიურ რეჟიმში რო გვიწევდა ბრძოლა რელიგიური შეურაცხყოფისთვის გამოსულ ვართ ქუჩაში, ნუ არჩევნებშიც მივიღეთ მონაწილეობა და უკვე შევდექით ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომ წარმომადგენლობები ყავს უკვე საკრებულოებში. აქედან გამომდინარე ვალდებული არის უკვე ყოველთვის რომ გააღიარონ და მიგიწვიონ. ასე რომ მოცემულობა შეექმნათ ესეთი და იძულებული გახდნენ ახლა. იძულებული გახდნენ უკვე აღიარება მომხდარიყო. ნუ რა თქმა უნდა იძულებული არიან, იმიტომ რომ ახლა რო უყურებთ ქვეყანაში რომ რაღაცა ჩვენზე მეტი არც გირს ყავს საკრებულოებში წევრები, არც ლელოს და არც სხვა პარტიებს, არც გახარია სხვათა შორის არ იგივე წარმომადგენლობა ვართ და თუ იმ ადამიანებს იწვევენ, ჩვენ უკვე ვეღარ გავკეთებდნენ იგნორს. და თავარი რაც არის აქ, რომ ყველამ დაინახა, რომ როგორი სწორი აქცენტები გააკეთა ზურამ. იმიტომ რომ იქ სხვების იჯდნენ და რაღაცა ისეთი არაკორექტული, რაღაცა ისეთი ქაჯური გამონახტამები ჰქონდათ, რიგ შემთხვევაში საერთოდ თემიდანაც გადადიოდნენ და სხვა თემებს ეხებოდნენ. ზურა პირდაპირ იმ მტკივნეულ თემებს შეეხო, რომელიც იგლჰის პროექტს შეეხება, ასევე სტამბულის კონვენცია შეეხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მაგ რაზეც დაეთანხმა პრემიერი რომ გადავხედავ, თუ ესეც უნდა აღვნიშნოთ, პრემიერი დაეთანხმა გადასახედია. კი, მნიშვნელოვანია. სხვათა შორის 2020 წლიდან ჩვენ რაზეც ვაწვევით ხოლმე ხელისუფლებას ჩვენი პოლიტიკური ძალა და მოძრაობა უწევთ მაგაზე დათმობებზე წასვლა. იმიტომ რომ რაც ხდება ახლა ქალაქში რუსთავში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ესეთი მიგრანტი და ინდოელები იყვნენ და ქუჩაში რო დავდივარ ბოლო კვირები არის მესმის ლაპარაკი რომ აი სამიგრაციო სამსახურმა აგერ ინდოელები წაიყვანა აკავებენ უკვე ვისაც გადასტომა აქვს და ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვს მიყავთ რასაც მივესალმები და მისასალმებელია იმიტომ რომ ეს ბოლოსი უკვე შავი ხალხით იყო ეს ქვეყანა სავსე და უცხოტომელებით იყო სავსე და ბოლომდე უნდა მივაწვეთ რომ ბოლომდე ვაკეთებინოთ საქმე ხელისუფლებას თუ პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურად არ მიაწვევი მარტო ქუჩით, მარტო ნერვიულობით, მარტო სოციალებით, თუმცა ეგეც მნიშვნელოვანია, ოღონდ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებს გაატარებს ამ მიმართულებით, რასაც ჩვენ ვემსახურებით,
ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც საკრებულოს დონეზე მომავალ არჩევნებში უკვე საპარლამენტო დონეზე იმიტომ რომ დღეს საპარლამენტში რომ ვიყოთ ჩვენ წარმოდგენილი წარმოიდგინეთ უკვე რამდენად უფრო მეც გავაკეთებინებთ და მივაწვებოდით არა თავიანთი ახლა მარტო გახარიას გუნდი შევიდა ეგენიც ლიდერის გარშე არიან დარჩენილები და ყველაფერსაზე აწვევიან გახარიას გამო რაღაცა სახელმწიფო ინტერესის გამო არავინ არ აწვება ყველა აწვება თავის პირადი ინტერესების გამო თავიანთი ლიდერის პრობლემების გამო აწვევიან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სამწუხაროდ ეს წლები არავინ არ აწვება თუ რამე ან დებატი იყო ან კამათი იყო პარლამენტში აწვებოდნენ ერთმანეს და ჩხუბი და დავიდა ყველაფერი მნიშვნელოვანის გადასაფარად კადრობის პარამეტრებზე საუბრობდნენ თუნდაც ეს პრინციპი კი რა თქმა უნდა გადაფარო ბოდიში მე რა ჩაგეწევი გამომდინარე აწვებოდა ხელისუფლებას არაეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაც ქვეყანას აწუხებს და სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ბოლომდე იქნას მიყვანილი ახლა რაც ხდება თუნდაც ამ უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით თავის მართლების რეჟიმში უწევდა პრემიერს ოფლან რომ ჩვენ მიწებს არ ყიდით უცხოელებზე მაგრამ ზურამ წაღებული ქონდა ამ მონაწერების საჯარო რეესტრიდან თუ რამდენ უცხოელზე არის გასხვისებული არაბებზე ირანელებზე თურქებზე მიწები და ეს უკვე ძალიან უსაფრთხო მდგომარეობაში აყენებდა და იძახდა გადავხედავთ მოუწევთ გადახედვა მოუწევთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯების გადადგმა ოღონდ მაგას სჭირდება პოლიტკორექტულად მიწოლა არა ქუჩიდან და რაღაცა ღობის გადანგრევებით და რაღაცა ესე რევოლუციური სცენარებით არამედ სუფთა პოლიტიკურად იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება ეს ქვეყნის ინტერესებიდან თუ გამოვდივართ და ქვეყანაზე ვფიქრობთ მაშინ მაგ პოლიტიკურ ჩარჩოებში მაგ კანონმდებლობით რომელიც დღეს გვაქვს და რა ვიცი ახლა რევოლუციით მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და კი დავინახეთ რა მოხდა ამიტომ არ შეიძლება რაღაცა რევოლუციების მოლოდინში სულ ყოფნა სულ ქუჩაში ყოფნა სულ ამ ბარდიულების პრობლემები ბარდიულზე დგომის სულ რაღაცა ღობეების გადანგრევის ხალხმა უნდა დაინახოს რომ ამ ქაჯობებით ამ ქვეყანას უფრო დააზიანებენ და ეგეთი ხალხის ხარდაჭერით დააზიანებენ და უნდა დაინახონ ალტერნატივა ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ აქ იმიტომ კი არ ვიძახი რომ ეს წარმოდგენილი ვარ და ამ პოლიტიკური ძალის წევრი ვარ აქტიური წევრი არა პირიქით ქართულმა ხალხმა უნდა უყუროს თუ ვინ არის პრაგმატულად საღან მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ვინ არის თანმიმდევრული რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შეძლების განმავლობაში არ გადაგვიხვევია რაც თავიდან გზავრჩეთ და გეზია ვიღეთ პოლიტიკური ზუსტად იმ გზით მივდივართ ვერავინ ვერ გვეტყვის რომ ერთს ვიძახდით სიტყვაზე ერთი წლის წინ და დღეს მეორეს ვაკეთებ და სხვა რამეს ვემსახურებით იმასაც ვერავინ ვერ იტყვის რომ რახან ზურა მიიწვიეს დებატებში ჩვენ რაღაცა ქართული ოცნებასთან რაღაც გავრიგდით იმიტომ რომ ჩვენ ორი პარტია გაგვიქვნა ქართულმა ოცნებამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეგ არ უნდა დაავიწყდეს არავის იმიტომ რომ ორი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში არავის არ გაუქმებია არა ერთი პარტიას არ გაუქმებიათ მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის გაუქმებისთვის თეატრალურმა კომისია შექმნა და რაღაცა თვეები მასკარადი გვაყურებინა და პირიქით დღეს რა ვიცი რაღაც მომრავლებული უფრო ჩანდნენ რო გაერთიანდნენ ახლა და ჩვენ კიდე გაგვაუქმეს რა ვიცი რა ჩაგვიდენი ამ ქვეყანაში ისეთი რომ ეგ აგნაბიჯები გადადგეს ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ აი ამ ჩვენი სიჯიუტით და იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ბოლომდე აი ჩვენი მხარდამჭერებით ამდენი ხელმოწერა გჭირდება მე რამდენი ადამიანის მიყვანა გჭირდება რომ ახალი პარტია დაარეგისტრირო რამდენი ხარვე და ახალ პარტიაზე რამდენი ხარვეზები მოგდიოდა ნუ რა ვიცი ახლა თუ იმას ვერ დაგვაბრალებენ რომ ჩვენ ქართულ ოცნებასთან ანგარიგებაში ვართ ან ვინმე რამეს გვეხმარება პირიქით პრობლემების შექმნისას ვერაფერს ვერ აკეთებენ მაგრამ ჩვენმა ერთობამ მოგვიყვანა დღემდე და მე მინდა რომ აი მაყურებლებსაც უთხრა რომ სწორად იფიქრეთ თუ ფიქრობთ რომ ჩვენ ეს სწორ ხაზოვნად მივდივართ ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბევრი დარტყმა მივიღეთ და
თავის დროზე ტალახის გვესროლეს და ანტიპიარმა ერთი პერიოდი დაგვაზიანა, თუმცა მაშინ აი განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს, იმიტომ რომ ვიძახდით რომ რუსეთი მაგ ომში გავა ბოლოში. ეს იმიტომ კი არ ვიძახდით რომ რუსეთი გვიყვარს ან უკრაინა გვწევს. ფაქტებს ხედავთ. საწყენია ეს რომ წლები გავზრდა და ამდენი მართლმადიდებელი იღუპება, ორივე მოძმეერი იღუპება, მაგრამ რეალურად რო ვიძახდით მაგას, მაგიტომ რუსეთის აგენტებად, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, თუმცა წლების განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ სლავა უკრაინელები უკვე დინოზავრები ვით გადაშენდნენ. რატო აღარ აყავთ მხარდამჭერები? დროშებით რო დარბოდნენ, რო გვივარდებოდნენ ოფისებში, სად წავიდა ეს ხალხი? ანუ დაინახეს, რომ არ იყვნენ მართლები და ჩვენ ისევ მაგაზზე რო ვდგავართ და მაგ პრინციპით რომ მივდივართ. რამდენი ბევრი საკითხია რა, რასაც პრინციპულად მიუდექით და პრინციპულად ჩვენზე ბევრი დარტყმა მივიღეთ, ბევრი ტალახი გვესროლეს ძალიან მძიმე იყო იმ პერიოდში ამ ყველაფრის ატანა, მოღალატეს რო დაგიძახებენ და სიმართლე გითხრა, მაშინ უფრო მეტი მოწოდების სიმაღლეზე ესე ვიყავით, უფრო პირიქით მიჩვეული უკვე რომ ველოდებოდით, არ მქონდა ის შეგრძნება, რომ რაღაცაზე გვენერვიულა. შეგვებული ვიყავით უკვე. გავიგე, უბრალოდ რთულია უყურე ახლა ადამიანისთვის, რომელიც გუწფელია და ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აი ესე უანგაროდ ჩავერთეთ ყველა გვახსოვს. პირიქით ეხლაც ხალხი გვაფინანსებს და საწევროები გროვდება და მაგითი არსებობს ეს პატარა ტელევიზია. მაშინაც ესე იყო და მაშინ განსაკუთრებით რამხელა უბრალოდ მოღალატის ზახილი ქართველი ღირსეული ადამიანის კონსერვატორისთვის ძალიან ძიმე იყო. მაგას ოჯახის წევრები უყურებდნენ. თუმცა ჩვენ გვჯეროდა ყოველთვის რომ ვიყავით მართლები, გულწრფელები, სუფთები და მივიდოდით იქამდე რომ მოუწევდათ აღიარება ჩვენი ხელისუფლებასაც და აი ეგრეთ წოდებულ ჭყალებში ოპოზიცია რო ყავთ თავიანთი გამოყვებული, გამოზრდილი ნაცები რო ესე კრუხწიწილასავით ყავთ მომრავლებული სხვადასხვა სახელები რო დაარქვეს, მაგათაც უწევთ უკვე ჩვენი აღიარება, იმიტომ რომ არც ინტელექტით ჩამოვარდებით თუ მეტი არ ვართ მაგათზე და ახლა ქვეყნის სიყვარულს კიდე აგერ ყველა უყურებს რომ ვინ როგორ უყვარს და არავის ენაკლება ჩვენც არ გვიყვარს და მაგიტომ მოგვიწია მაგ პოლიტიკაში შემოსვლა და ვიცით რომ ეს პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს ეხება პოლიტიკა. მე ბევრი ის გამსმენია რომ აი პოლიტიკაში არ მინდა ისე პატივს ვცემთ, მაგრამ აი პარტიაში არ მინდა, არ ვიცი ახლა ორი პარტიის გარეშე როგორ უნდა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, სადაც კონსტიტუციაში გაწერილი არის რომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა არსებობდეს, რომ მათი არჩევა მოხდეს და წარმომადგენლობები ყავდეს. რა ვიცი, აი პარტიაში არ გინდა და ისე გინდა რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყნის რაღაც სათავეში მოხვიდე, როგორ უნდა გააკეთონ მე არ ვიცი. ეგ ბევრისთვის კითხვა დამიშვა, როგორ უნდა გაკეთდეს მეთქი და პასუხი არ აქვს. უბრალოდ პარტია არ მოსწონდა. უნდა დაფიქრდეს ხალხი, რომ პარტია ახლა ნაციონალურ მოძრაობა ეს პარტიამ თუ სახელი გაუფუჭა პარტიას, ეგ იმას ანიშნავს, რომ სხვა პარტიები და ჩვენი პარტია რაღაცა ან სიბინძურეში არის, ან იმას არ ვემსახურებით, რაც ჭეშმარიტად ქართულია. მე რა ნახე რა მინდა გკითხო. 6 წელზე ახალგაზრდა ავტომობილების შემოყვანა რო გაიკრძალა მაგ თემასთან დაკავშირებით კონსერვატორები რუსთავში იყვნენ ჩამოსულები ბიჭები და მძღოლებს შეუერთდნენ აქციაზე. ამ თემაზეც მინდა შენი პოზიცია დააფიქსირო, რუსთავში მოხდა ეგ როგორც ვიცი და პლუს მაგას როგორც რუსთავის საკრებულოს წევრს, რამდენად რუსთავის ბაზარს რამდენად დაარტყავს ეგ საკითხი და ამ თემაზე რო ისაუბრო და გაშალო, შენ როგორ უყურებ ამ პროცესს? ჩვენ რუსთავის აქციას მხარი დაუჭირეთ, რუსთავის ბაზრობაზე იყო აქცია, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ დამოუკიდებელი აქცია გავაკეთებინა და თბილისში გავაკეთეთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს მასშტაბით ყველას ეხება, ეხლა რუსთავში რაღაც ყველაზე დიდი ავტობაზრობა ეგ იმას ანიშნავს, რომ სხვა რიგით ქართველებს არ ეხება ეს პრობლემა. უყურე როგორი რაღაცა არის იცი? ვის არ უნდა რომ 6 წელზე ახალი მანქანა ავდეს. ნებისმიერ ოჯახს უნდა, ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ 1 წლის და 2 წლის მანქანა იყიდოს. თუმცა მაგის შესაძლებლობები, მაგის ფინანსური შესაძლებლობები კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში 95%-ს არ აქვს. და მაგ მოცემულობაში რომ აუქმებ
და კრძალავ მანქანების 6 წლით ქვევით მანქანების შემოყვანას. გასაგებია რომ ამ ბაზარზე ბევრი მანქანაა შემოსული ქართულ ბაზარზე და ნელ-ნელა ეგ მანქანა ბრუნვაში იქნება მანამ სანამ მწყობრიდან არ გამოვა ეგ მანქანები და უკვე არ ამოვა ხმარებიდან, მაგრამ მანამდე რა გააკეთოს ადამიანები ზოგი ბაზარში დადის პროდუქცია და აქ სიტყვაზე სოფლიდან ზოგი სამსახურებში დადიან სამუშაოზე დადიან ძველი ავტომობილებით. არა აქვს აგეთ ადამიანებს შესაძლებლობა. მოდი ჯერ ეკონომიკა გააძლიეროს ხელისუფლებამ, შესაძლებლობა მიეცეს ყველა ოჯახს რომ იყოლიოს 6 წელზე ზემოთ ახალი ავტომობილი. დიდი სიამოვნებით ჩვენს პრობლემა კი არა გვაქვს. ჩვენ საციკლული კი არა ვართ რომ არ მოგწონს. მოგწონს ეს ოღონდ ჯერ ეკონომიკა აწიონ, გადაავადონ ეს პროცესი და უკვე რომ შესაძლებლობა ექნება, ისედაც კანონიც აღარ დაჭირდება, შესაძლებლობა რომ ექნება ოჯახს ახალს იდის და ის ძველი მანქანა ნელ-ნელა ისედაც ამოვა ხმარებიდან. ასე რომ ბევრი მხარდამჭერი ყავს მაგ მიმართულებით, ბევრმა მხარი დაგვიჭირა, იმიტომ რომ ექსპორტი ძირითადად ექსპორტირებული მანქანები შემოდის, იმიტომ რომ ავტოსალონებში და ვერავინ ვერ იყიდის ავტოსალონში ახლა რავი გლეხი ვერ შევა და რაღაცა ახალ მანქანას ვერ გამოიყვანს ცენტრიდან. ამიტომ უწევთ მეორადი ავტომობილების შემოყვანა ამერიკიდან, ევროპიდან, ევროპული ბაზიდან, იაპონიიდან უკვე ვეღარ შემოდის, იმიტომ რომ მარჯვენა რულიანის გამბაჟება ძალიან ძვირი იჯდება ისედაც და იქიდან არ შემოდის უკვე დიდი ხანია და ასე რომ ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ უნდა გადაავადოს ეს პროცესი, სანამ ცოტა ეკონომიკა არ აიწევს და ქართველი ადამიანი არ შეძლებს რომ იყიდოს ის 6 წლის ზევით ავტომობილი. მადლობა ძალიან დიდი. რა მინდა კიდე გკითხო. როდესაც კონსერვატორები ბლოკებოდნენ ხოლმე, მაგ დროს რეაგირება არავის არ ჰქონდა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არავის ახსენდებოდა და ასე შემდეგ. მაინტერესებს შენი პოზიცია იმედის და პოზიტივის დასანქცირებაზე. იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი ამბავი იყო ატეხილი, ესეც ბოლოდროინდელია და შენი რეაქცია მაინტერესებს როგორ უყურებ ამ პროცესს, როცა დაასანქცირეს მთელი ქვეყანა შეყარეს, საზდა ქვეყანას გააგებინეს, ესე ხალხნო გვიტევენ და ბრიტანეთიდან გვებძვიანო და მე მგონი შპარგალკა ჩვენგან გადაიწერეს, როგორ უნდა იმოქმედონ მე ასეთ სიტუაციაში. სწავლობენ ჩვენზე, ჯერ სწავლობენ, მე ვატყობ რომ მაგალითებად სწავლობენ ჩვენზე. სხვათა შორის ეხლა ვიცით რომ ეს იმედის ტელევიზია პირდაპირ ქართული ოცნების და პარტიული ტელევიზია არის და აი პირდაპირ მნიშვნელობის ჟურნალისტიკასთან აი ჭეშმარიტ ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი დამოუკიდებელი და ყველას აშუქებდეს და ყველა პრობლემას თანაბრად აშუქებდეს. ეხლა ვიცით რომ წლებია იმედი პარტიას ემსახურება, თუმცა მიუხედავად ზუსტად მაგიტომას დაასანქცირეს. ოღონდ ამის და მიუხედავად ეს ქვეყნის იმიჯზე და ქვეყნის ავტორიტეტს ურტყამს. და მე ეგეთი რაღაცა მით უმეტეს უცხო ქვეყანა ბრიტანეთი ასანქცირებს, მე ჩემთვის მიუღებელია, რომელი ტელევიზიაც არ უნდა იყოს რა, რომ ჩემთვის მიუღებელი ტელევიზიები ძალიან ბევრია, არც ერთს არ მივესალმები და ჩვენ თავზე ეგ გამოვცადეთ, სხვათა შორის მაშინ ჩვენ ხარი არავინ არ დაგვიჭირა და რაღაცნაირად პირიქით გაუხარდათ კიდევაც და პირველები სხვათა შორის ჩვენ ალტინფო იყო და ალტინფოს ლიდერები ვინც დაასანქცირდა და თან მაგნიტსკის სიაში შეიტანეს კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. წარმოიდგინეთ, პირველი ჩვენით დაიწყეს იმედს და პოზიტივის დარწმუნებული ვარ მაშინ უხაროდათ რომ დაგვასანქცირეს. ეხლა თვითონ რომ დაასანქცირეს, აგერ პირდაპირ ვიძახი რომ ჩვენ არ გაგვიხარდა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის იმიჯიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე და დაზიანდება მაგითი ჩვენი ქვეყანა. არა მარტო ტელევიზია, ეხლა იმ ტელევიზიას გადააწყობენ თუ რა იქნება, ეგ თავიანთი პრობლემა არის. უბრალოდ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მივესალმებით. იმიტომ რომ თან როგორ რაღაცა არის ისე დასასანქცირებელი კი არა ვაფშე ეგეთი ტელევიზიები დასახურია, ოღონდ შიდა
როდესაც ჩვენი ძალა მოძლიერდება ტელევიზიაში, სადაც პირდაპირ LGBT პროპაგანდას ეწეოდნენ და დღესაც ის ადამიანები მაგალითად უზით პოსტივში ახლა პირდაპირ სახელებს და გვარებს ვერ იდები ხოლმე, თუმცა აქ მოსარიდებელი არაფერი არის, გური და ბაჩო რო ყავთ. ჩვენ 2020 წელს მაგათ ყვითელ ავტობუსებში რო შეალაგეს ესენი LGBT აგლომერო უნდათ მიჩიჯდნენ მეორე მხარეს და დღეს სამთავრობო ტელევიზიებში უზით. გადაცემები აქვთ ისეთი, სადაც პირდაპირ LGBT პროპაგანდას ეწევიან, სადაც პირდაპირ ლიბერასტული გადაცემები აქვს, შოუები აქვთ ეგეთი. და ეგეთი ტელევიზია დასახურია ოღონდ შიდა ქართული ხალხის მიერ დასახურია. მართალი ხარ, მე რა სოფლიოს თვალში გამოაჩინის. სოფლიოს თვალში გამოაჩინის ისე, რომ არავის არ უთქვია იქ ოცნების ტელევიზია დასანქცირდა. მედიამ გააშუქა, რომ ქართული მედია დასანქცირდა. ავიგე ოცნება რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს და მიუღებელი იყოს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის, რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს ჩვენი ქვეყნის ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, დღეს ეგ არჩევანი გვაქვს, ეგ ჩვენი შიდა პოლემიკის საგანია და ქართული ხალხის გადასაწყვეტია, რომ ვინ უნდა იყოს, ვინ არა. უბრალოდ გარედან როცა ამხელა დირექტივებს იძლევიან, ამხელა უფლებას აძლევენ თავიანთ თავს, რომ დაასანქცირონ ქართული ტელევიზიები ან ქართული პოლიტიკოსები. ეს კარგად ვიცით, რომ გლობალისტური ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი არის და აქედან გამომდინარე ვიძახი, რომ არ მივესალმები და ჩემთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ტელევიზია დასანქცირდეს, იმიტომ რომ ყველა სხვა უნდა ისმოდეს და მე ქართული ხალხი თვითონ აკეთებდეს არჩევანს. კონსერვატორების ტელევიზია მოსწონს, ლიბერასტების, პოსტივების, ის ნავში თუ გემში როზის რა ქვია იმას, უცნობის თუ რა ვიცი. მადლობა, მე რა კიდე რა მინდოდა იცი. ხალხი უნდა წვიდავდეს ამ ქვეყანაში, აი მაგდონემდე როდის მივას მაგაზე ვშრომობთ და ბრძოლობთ. ეს ქვეყანა და ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს და ჩვენ მივწვიდავდით ამ ქვეყანაში და გარედან რაღაცა თავს მოხვეულ რაღაც დირექტივებს ერთხელ და სამუდამოდ რაღაცნაირად თავი უნდა დავაწყოთ. გასაგებია, რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის, ეხლა განსაკუთრებით ეხლა რა პროცესების დაიწყო სოფლიოში და მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონია ფაქტიურად. ზუსტად ვიცით და გვაქვს ბევრი ინფორმაციას და სოციალურ მედიასაც თვალს ვადევნებთ და სოფლიოში მიმდინარე პროცესებს ვიცით რამხელა ზეწოლა არის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ირანის მხრიდან, ისე სამეზობლოდან, რომ ჩვენ რაღაცა არჩევანის დაგვიყენეს, რომ რაღაცა უნდათ, რომ აქ ამერიკელებს თავისი დაესვათ დისტრიბიუტელები აქვს. ისრაელის განცხადებაც ნახე ალბათ. ის მოწყობას უფრო ვარქმევ მაგას, რომ ირანის მიმართ რაღაცა გამაღიზიანებელი ჟესტები გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ არ ვართ 100 მილიონიანი ირანისავით, ჩვენ იქ თუ რაღაცა ათასობით რაკეტას აიტანენ, ჩვენ ქვეყანაში შეიძლება ერთმა და ორმა რაკეტამ ძალიან სავალალო შედეგები მოიტანოს, ამიტომ ქართული ხალხი სწორად უნდა დაუდგეთ და ერთაზე უნდა დაუდგეთ ხოლმე ამ დროს, როდესაც საგარეო ზეწოლა მოდის. თუნდაც ხელისუფლებაზე. ჩვენ ხო ოპონენტები ვართ. ჩვენ ხო ყველაზე ესე პირდაპირ ვაწვევით ამ ხელისუფლებას, მაგრამ როცა გარედან ამხელა რაღაცა საფრთხის ქვეშ დგება, ქართული ხალხი ამ დროს უნდა გაერთიანდეს და არა ისე, რომ ხიდაშელები და ვიღაცები რო დაძვრებიან ელჩებთან და რაღაცა მაიმუნებას გეგმავენ და რაღაცა. მადლობა ღმერთს, აგერ რაღაცები გამოვლინდა და ასე რომ მიდის კი მაგკუთხითაც გამოძიება, ნახე რა მინდა გკითხო, რადგან შენ თვითონ ახსენი ახლო აღმოსავლეთის თემა. შენი აზრით, რამდენად აქვს გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებას, რა საფრთხე შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ასე დროს რაიმე მხარე წარმოჩენა ეს იმის ფონზე, როდესაც უფლება მისცა ხამეინის მკვლელობის ლიკვიდაციის შემდეგ 2 დღე ზეიმობდნენ საელჩოსთან ქართველებიც და მათი ხალხიც კი გასაგებია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რამდენად აქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლიო მედია აშუქებდეს, როდესაც სულიერი ლიდერი უკვდება ქვეყანას სახელმწიფოს,
გავიგეთ, რომ ისტორიულად ჩვენი მტრები იყვნენ, ყოველთვის ეს ვიცით, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მდგომარეობა როგორია და რამდენად გვაქვს იმის ფუფუნება, ასე დროს რაღაც მხარე დავიჭიროთ, ან თუნდაც ესეთი ტაშფანდური ვაყურებინოთ მსოფლიოს, როცა საქმე გვაქვს ძალიან რთულ ძალასთან. ირანის ხალხი არ არის მარტივი ძალა. და როდესაც სულიერ ლიდერს უკლავენ 40 დღე მათ აქვთ გლოვა და მერე ცხადდება ჯიჰადი. ჯიჰადი გამოცხადებული აქვთ 40 დღის გავლას ელოდებიან და თუ აქვს გაცნობიერებული ჩვენს ხელისუფლებას, რის შეყვა და რისი უფლება მისცა. ჩვენ რო აქცია და პროტესტი გვინდოდეს, მე შენ ხო კარგად იცი რომ თავებს გვითვლიან სათითაოდ, რატომ მისცეს საშუალება იმის რომ საელჩოსთან ეს სცენები დადგმულიყო. ნუ პირველ რიგში უყურე ქართული ოცნება რამდენად მზად არის, მე ნაკლებად მაქვს იმის რაღაცა განცდა და იმედი რომ რაღაც მომზადებული არის რაღაც პროცესებისთვის, იმიტომ რომ შიდა პროცესებმა წლების განმავლობაში აჩვენა რომ რამდენი პრემიერი შეიცვალა, იმდენი კლანი მოვიდა და იმდენმა აი როგორ თქვა, იმდენმა კადრმა გაუსხათ აი ბოდიშიც არგონისთვის, მართლა ეგრე არის. ამიტომ რა ვიცი, მაგათ კადრების პრობლემა აქვს. არ შეიძლება რომ ესე სწრაფად იცვლებოდეს ამ ქვეყანაში პრემიერები, იცვლებოდეს მინისტრები, იმიტომ რომ მინისტრი რომ მოვა და რაღაცა 5-6 თვეში შეცვლი იმან რა უნდა მოასწროს. ანუ ეს იმაზე მეტყველებს რომ ის კადრი არ გამოდგა. და ბევრი კადრი არ გამოდგა კი არა, ციხეები რუსთავის ციხე გააუსეს თავიანთი პრემიერისთან მოყოლებული ყოფილი პრემიერისთან. რა ვიცი, სუსის უფროსით გავიგე რომ ტყილა არავინ არ აზის, მაგრამ სანამ კადრს შეარჩევ და თუ შეარჩიე კადრი იმ კადრს წლების განმავლობაში თუ ვერ აკონტროლებ და მე რაღაცა პრობლემას ნახულობ იმაში კორუფციასთან დაკავშირებით, რაღაც კლანოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ვიძახი რომ დღეს აი რავი არაბებით, ირანელებით თუ ეს ქვეყანა გააუსეს, როგორ არის ამზად რომ რაღაც პროცესი რო დაიწყოს, მაგას სწორად წარმართავენ. ნაკლებად იმედი მაქვს მე და ნაკლებად ვარაუდობ რომ შეძლებენ. ისევ უყურე აქ მარტო პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა, პრეზიდენტის, მაგათ იმედზე ყოფნა მართლა არ შეიძლება და მარტო მაგათ იმედზე ყოფნა. ქართველი ხალხი უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, რომ რაღაცა პროცესი თუ ისეთი მოხდა, რომ სწორად ვერ წარმართესა. მოქმედმა ხელისუფლებამ მზად უნდა იყოს ქართველი ხალხი მაშინვე, რომ რო არ გადავიჩეხოთ რაღაცა პროცესის, პოლიტიკური პროცესისთვის. იმიტომ რომ ეხლა ესენი ირანივით ძლიერი ხელისუფლება არ არიან, ისინი არიან ფანატიკოსები და არ ჩამოიშალა ეს ვერტიკალი. აქ რაში ვართ დარწმუნებული რომ რაღაცა არ ჩამოეშლებათ. მით უმეტეს თვეების წინ მთლიანად ლამის ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვალა და ახალი ხელისუფლება მოვიდა. ვიმედოვნებ, მე არც გამიხარდება პირიქით მერთმა ქნას რომ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე სწორ ხაზო უნდა და სწორად გადადგა ნაბიჯები. თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ესე ჩასაფრებულ პოზიციაში რომ რამე შეცდომა არ დაუშვა, რომ მაშინვე როგორც ეხლა ამ იგლისთან დაკავშირებით, ან მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, ან უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებით ვაწვევით, ამ ისლამიზაციასთან დაკავშირებით ვაწვევით, ხედავთ რომ როგორ მიდის პროცესები, რომ აი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მომრავლდა ეხლა გინდა არ გინდა რო გავდივართ უკვე ეს მეჩეთების მშენებლობას რო ითხოვენ, თუნდაც საჭარაში, თუნდაც ფონიჭალაში, თუნდაც ეგ არ იყო წლების წინ. ანუ ეს იმაზე მეტყველებს რომ აი ეს თუნდაც ირანული სპეცსამსახურები, თუნდაც თურქული ძალიან მაგრამ მუშაობენ, მათი ფინანსებით აქ ეს ორგანიზაციები ითხოვენ მეჩეთების აშენებას. ეგ არ იყო წლების წინ, ეგენი დიდი ხანია ჩვენ მიწაზე ცხოვრობენ, თუმცა არასდროს არ ქონიათ ეგეთი გონორით მოთხოვნა, რომ მოდი მეჩეთები ავაშენოთ. ეხლა აქვთ უკვე, იმიტომ რომ გრძნობენ თავს დასულად და მოძლიერებულად, ანუ გავლენები აქვთ როგორც ჩანს მოპოვებული. აქაც ძალიან სიფრთხილე გვმართებს და აქაც ძალიან ისეთი
სწორი პოზიციის ნახე, გამიჯვნა რომ შეძლო საზოგადოებამ სწორად ეთნიკურ ჯგუფებს იმ საქართველოში მცხოვრებ იმ ეთნიკურ ჯგუფებს რომ არ გულისხმობ ჩვენ ამაზე აქ არის საფრთხილო ძალიან იმიტომ რომ ჩვენ ყავს ეთნიკური ქართველები ძალიან მარტივად შეუძლიათ ხოლმე შეუფითილონ და არასწორი ინტერპრეტირებულად მიწოდებული ინფორმაციით გააღიზიანონ ჩვენს წინააღმდეგ და ისე შეუფუთონ თითქოს ჩვენ მათ ლოცვას უშლით ან სარწმუნოებას უშლით ან ასე შემდეგ და ამ კუთხითაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა იქნება ასეთ დროს და საფრთხილო მაგიტომ არის და მადლობა რომ ეს აღნიშნეთ. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი 2000 წლის ისტორია გვაქვს ჩვენ ეკლესიამ ბევრჯერ გადაგვარჩინა ჩვენი ეკლესია ზოგადად არის ძალიან ისეთი სწორად უყურებს საკითხებს და არც თბილისში საუკუნეების განმავლობაში მეჩეთი იდგა და არასდროს არ ვავიწროებდით ჩვენ მუსულმანებს პირიქით. ყოველთვის მათი ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ჩვენ გვახსოვს 100,000 მოწამეს, რა ვიცი, რას ქართველებს ჩვენი ქვეყანაში რასაც გვმართებდნენ. იმას იქით ჩვენ არავის არ ვუკეთებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ეს თავს მოგვახვიონ. თავიანთ ქვეყანაში ეკლესიების მშენებლობის უფლებას არ გვაძლევენ. კახში უძველესი კახინუხზე მაქვს საუბარი ზაქათალაში უძველესი წმინდა გიორგის ეკლესია გვაქვს, რომელიც დაკეტილი აქვს და არ უშვებენ ადგილობრივ ქართველებს. იგივეა თურქეთში. რა ვიცი, ჩვენთან კიდე პირიქით. უკვე ქუჩაში შლიან ხალიჩებს და ქუჩაში ლოცულობენ. ჩვენ არავის არ უკრძალავთ. შევიდნენ მეჩეთი აქვთ. ეტევიან კიდევაც იქ და დაეტიონ იქ და მიხედონ თავიანთ საქმეს ოღონდ აი როდესაც უკვე მომრავლდნენ და რაღაც გავლენები მოიპოვეს და ძლიერად იგრძნეს თავი სწორედ ეგრე ხდება რა ქართველი დასუსტა ქვეყანაში ამას ხელი შეუწყო ბოლო 14 წლის მიმდინარე პოლიტიკამ იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას შეეძლო რომ ქართველი ხალხი ამოეწია, გაეძლიერებინა, სოფელი გაეძლიერებინა, ქართველი ბიზნესმენები, ქართული კომპანიები გაეძლიერებინა, პირიქით, სოფელი დაიცალა, ქართველმა რო სადმე დიდი ბიზნესი დაიწყოს სიტყვაზე, აი, ააშენოს რაღაცა ქარხანა, ახლა მაგალითად ინდოელებს რო აქვთ რუსთავში ჯეოსტილის ქარხანა, ეგრო ქართველის იყოს, დარწმუნებული ვარ ჩამოატყავებდნენ. დარწმუნებული ვარ. მაგრამ რავი, უცხოელს სასათბურო პირობები აქვს შექმნილი, ინდოელსაც, პაკისტანელსაც, არაბსაც, თურქსაც, აზერსაც. და ჩვენ ქვეყანაში ჩვენ დავიჩაგრეთ. ანუ ვისი ბრალია? იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. რავი, თუ შენ ეროვნული ხომ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ეროვნულ საქმეს ვაკეთებ და ეროვნული ინტერესებიდან გამოდივართ, პრემიერ-მინისტრს უყვარს ამ სიტყვების ხმარება. თუ ეროვნული ხელისუფლება ხარ, ქართველი ხალხი რა დღეშია სკოლები დაიცალა ნარკომანიამ წალეკა ბავშვები აი მე-6 კლასის ბავშვები რაღაც აი სიგარეტი ხო ზედმეტია სხვა ისეთ რაღაცეებია ხელმისაწვდომი უკვე რაღაც ყველა ხის ქვეშ იქექებიან რაღაცებს უყურებთ კიდევაც მე ხა ერთ რაღაცას ვიტყვი მე რა არ ვიცი ინფორმაცია გაქვთ თუ არა და ერთ რაღაცას ვიტყვი. ფაქტების დამდებად მუშაობენ სკოლის მოსწავლეები სამტრედიაში ერთ-ერთ სკოლაში აყარეს სადღაც 15 სკოლის მოსწავლე ბიჭი. გოგოებთან ერთად მუშაობენ ფაქტების დადებაზე. მაგას ვიძახი. იმ თაობისგან ის თაობა ჩათვალე დავკარგეთ მე. აი მაგაზე დამხევარი ბავშვები. ონლაინ კაზინოებში არიან დარეგისტრირებული თავიანთი პენსიონერი ბებიების, ბაბუების სახელით. ეგეთი ბევრი ვიცი სამწუხაროდ და ბევრზე მითხრეს და თამაშობენ. აი ამ კაზინოებმა, ამ ნარკომანიამ, რა ვიცი, ეროვნული ხელისუფლება უნდა მუშაობდეს მაგ საკითხზე. სოფლები ვიცი 5-6 ბავშვი სწავლობს სკოლაში. და იმიტომ არ ხურავენ, რომ პოლიტიკურად მართლა-მაგრა დაარტყამს ეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის აი ქართველ ხალხს არ ეღის ეროვნული ხელისუფლება, მე მაგაზე მაქვს ლაპარაკი. მარტო გადართული არიან, აი ეკონომიკა გაიზრდება, იგლისის რო ავაშენებთ არაბების შემოვლენ ეკონომიკა გაიზრდება,
ქართველი ხალხისთვის არაფერი არ გაიზრდება, გარდა იმისა, რომ გაიქცა ამ ქვეყნიდან, განახევრდა და რავი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავარდა. ეკონომიკაც მაგათთვის იზრდება. რაღაც ფეოდალური მართლობა შექმნეს, ვიცით. არიან მარტო რაღაცა ჯგუფები თავიანთი რეგიონებში, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო დანარჩენი უბრალო ხალხი უნდა მუშაობდეს რაღაცა ფიზიკურად, მუშახელად და მომსახურე პერსონალად. აი ეგ არ არის. ეგ არ არის ეროვნული პოლიტიკის წარმოება. ეროვნული პოლიტიკა არ არის ის, რომ შენ სამუშაოზე მიხვალ, რო გეტყვიან, რომ შენ ასლარს ითხოვ დღიურ სამუშაოს და აგერ ინდოელის სამოსლად მუშაობს. ეგ არის ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყანაში ვიღაცა აქ 64-ავითაა თან იმათთვის, ეხლა ეგ ნაგავში ცხოვრობენ, ეხლა ინდოეთში ვიცით რა სოციალური მდგომარეობაც არის. მაქედან გამომდინარე ქართველი მუშახელი საც უწევს მე იაფად მუშაობა და იაფად მუშაობა რო უწევს ვერ ყოფნის ოჯახს. უწევთ მე საზღვარგარეთ წასვლა. საზღვარგარეთ კიდე კი ვიცით რა მდგომარეობაშიც არიან ქართველები, ეხლა ემიგრაციაში ყოფნა ეგრე მარტივი არ არის. აქედან რო ჩანს, ვიცით იმათი ძიმე ყოფას და ძიმე სამუშაოს კეთებას უწევთ. როგორც ქალბატონებს ხანდახან ღირსება შემლახველი საქმიანობა უწევთ. ვიღაცა ბებრების დაბანვები უწევთ. სამწუხაროდ ქართველ ხალხს აი უყურე ღირსება აი დავით აღმაშენებელი უთხრეს რომ ქართველ ხალხს ღირსება დაუბრუნეო ჭყონდიდელმა უთხრა თუ ვინ და ქვეყანა გადარჩეს ქართველ ხალხს ღირსება დაუბრუნეო და ზუსტად ამ პროცესში ვარ ქართველ ხალხს ღირსებას არავინ არ დავიბრუნებს ჩვენ თვითონ უნდა დავიბრუნოთ ღირსება რომ რავი გადავრჩით და გადარჩეს ეს ქვეყანა თორე ესე რომ ველოდოთ რომ ვიღაცა ღირსებას დაგვიბრუნებს ან რომელიმე პოლიტიკური ძალა ან მმართველი პარტია ეგენი ღირსება არის ქართველ ხალხს და ეგენი ღირსებას დაგვიბრუნებენ ამიტომ უნდა გამოიღვიძოს ქართველმა ხალხმა და აი ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად უნდა ჩაებნენ პოლიტიკა ყოველდღიური მათი ცხოვრება და პოლიტიკას ემიჯნებოდე და რაღაც ამ ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობდე და რაღაცა ცხენზე ამხედრებულ თეჩოხაში ჩაცმული ვიღაცას ვინც გადაგვარჩენს ამ ილუზიიდან უნდა გამოვიდეთ და ამ ფიქრებიდან ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენვე უნდა ვიშრომოთ, ჩვენვე უნდა გავაკეთოთ ის ერთობა და იმ ძალასთან ერთობა, ვინც პრაგმატულად და სწორხაზოვნად და ეროვნულ პოლიტიკას აწვება, ასე რომ ქართველი ხალხს მოუწევს რომ ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, ჩაერიოს და უფრო მეტად გაუადვილდებათ მე არჩევანის გაკეთება, როცა არჩევნების დრო დადგება ხოლმე. მერაბ ნახე ბოლო პერიოდი თითქმის 2 კვირის განმავლობაში ყველა ლაივი მქონდა ეგეთი სახელწოდებით საზოგადოების და სისტემის ხარვეზები. გავიგეთ წლების განმავლობაში ვიძახით რომ სისტემას აქვს ხარვეზები და არ არსებობს სფერო რომელიც ჩამოშლილი არ არის, მაგრამ როდესაც უკვე საქმე მიდის ახალგაზრდა თაობამდე და თაობა როდესაც ხედავ რომ ფუჭდება და მომავალი ქვეყნის იღუპება, ამ დროს სიჩუმე დანაშაულად მიმაჩნია და საზოგადოების ხმის ამაღლებაზე მქონდა აქ საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია როცა საზოგადოება ხმას იღებს და თავის ძალას ირწმუნებს. და ნიჰილიზმმა გამოიწვია ეს ყველაფერი ზუსტად ის რომ დაყოფილია საზოგადოება იმისტებად, ამისტებად და გამოსავალს ვერ ხედავს და რო ვუსმენ რა აზრი აქვს მე რო ხმა ამოვიღო, აი ეს დამოკიდებულება აქვს ძალიან ბევრს. რა შეიძლება საზოგადოებამ გავაკეთოთ შენ როგორც მამა ეხა მშობელი ხარ და ანგელოზები ყავს სახლში, ხო? მე როგორც მშობელი, 2 მშობელი ვსხედავთ ეხლა. შენ როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი, როგორ ფიქრობ, რითი შეიძლება ვუშველოთ იმ თაობას, რაც დაზიანდა იმასაც და ეხლა რო არ დაზიანდეს და ახალი ჯანსაღი პროცესი რო წამოვიდეს, ამისთვის რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც პოლიტიკურად, ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა რო გაგვაჩნია, საზოგადოებას რა ძალა გვაქვს და რა შეგვიძლია. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ აი დაახლოებით 2 თაობა წაგვართვა ლიბერალიზმმა და ლიბერალებმა. ჩვენ ვიცით რომ 10 წლის განმავლობაში დასავლეთმა და ამერიკის საელჩომ დახარჯა 7 მილიარდი დოლარი იმისთვის რომ ლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგი დაეყენებინა ქვეყანაში. იმ დონეზე იმუშავეს რომ 2021 წლის 5 ივლისს
ქართულ ხალხს გაგვიჭირდა პირდაპირ მნიშვნელობით გაგვიჭირდა ლამის ჩაატარეს ის გეი აღლომი რომლითაც აგვირგვინებენ ხოლმე აი ქვეყნებს რომლებსაც აი ესე ლიბერალურად იპყრობენ სადაც უკვე დიდი ფული ჩადეს და უკვე ეს NGO-ები, ორგანიზაციები ვინც უკვე ნაიდი ყავთ და დასაქმებული ახალგაზრდებს ასაქმებენ ძირითადად ჩვენ გვახსოვს კარგად რომ NGO ორგანიზაციები იყო, რაღაც ფონდები იყო, სადაც ახალგაზრდა ისეთი ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები ყავდათ რომ ვისაც ადვილად იბირებდნენ მოწყვლადი ჯგუფები ჯერ კიდევ რომ გარდამტეხ პერიოდში არიან და არიციან სამყაროსგან რა უნდათ. კი ბატონო, ეხლა ძალიან ბევრი ეგეთი ახალგაზრდა ჩაითრიეს მაგ პროცესში, ძალიან ბევრი. გარკვეულმა ოჯახებმა, ვინც აი სწორად აი კონსერვატიულად ვინც ცხოვრობს და ფიქრობს, იმ ოჯახებისაც კი გაუჭირდა თავიანთი შვილების გაკონტროლება და დღესაც ჭირს. მე კი არ ვიცი რომ გადატეხილია უკვე. დღესაც ჭირს, იმიტომ რომ უამრავი სასტური, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მაგათ განმოდის. და ჩვენ ქვეყანაში იყო პერიოდი დაახლოებით 10-15-17 წლის წინ ვერც იფიქრებდა ვინმე რომ რაღაცა საყურიანი ბიჭები იuliდნენ და რაღაცა ეს ქალოსია ეს რაღაცა ლიბერასტკა ტრანსგენდერები აქ რა ჯანდაბა არიან. მაგრამ დღეს ქუჩაში ჩვეულებრივად ხდება უკვე მაგა ადამიანებს ხალხი. მე იმას კი არ ვიძახი რომ ეს რაღაც ქუჩაში უნდა ვცემოთ ან რაღაცა. მე იმას ვიძახი რომ მიუღებელი რომ იყო იმ ოჯახებშიც კი შეაღწია ყველაფერმა. მიუღებელი გახადეს მისაღებად უკვე სოციუმისთვის. ერთი არის რომ ოჯახები უმკლავდება მაგას, თუმცა ეს მარტო ოჯახზე ოჯახის კეთილნებაზე და ძალაზე რომ შემშვილებს მე დავიცავ და არ შეეხება, ეგრე არ არის. ყველას ოჯახს შეეხება და ყველას ოჯახს შეეხო. აქ ჩვენ რომ მაგ პერიოდში აი ლიბერალური დღის წესრიგი რომ მკვიდრდებოდა ქვეყანაში ნაცებიდან მოყოლებული და მე ოცნებამ გეი ფესტივალი მაინც ჩაატარა 2022 წელს წარმოიდგინეთ გეი აღლომი აუკეთეთ მაგრამ გეი ფესტივალი მაინც ჩაატარა თაწმინდაზე ანუ ეს რაზე მეტყველებს იმაზე მეტყველებს რომ მაგათ პრობლემა არის გეი აღლომის არ გქონდათ იმიტომ რომ გეი ფესტივალი ჩაატარეს რობოკობებით და დაგვიჭირეს მაშინ ჩვენ ლიდერების დაიჭირეს სხვათა შორის და ეკლესიის აქტიური ჩართულობა მადლობა ღმერთს რომ ქართული ეკლესია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო არის გარკვეული პრობლემები ახლა მე იმას არ ვიძახი რომ პრობლემები არ არის თუმცა ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა ამიდან გამომდინარე ეკლესიაზეც დაიწყო დიდი შეტევა ძალიან დიდი მანქანა ამუშავეს უწმინდესზე წინააღმდეგ ცილის წამებები იქ მერე ისეთი ჩანერგილი სასულიერო პირები აი მაგალითად პეტრე კოლხიროა და კიდე ბევრი ახლა სახელებს აღარ ჩამოვთვლი ვინც თავის დროზე ჩანერგეს რომ აი ლიბერალური დღის წესრიგი და აი ქრისტიანობას რო ამახინჯებენ ეგეთი სასულიერო პირები სამწუხაროდ დღესაც არიან მე ახლა რაღაცა განკითხვაში თემაში არ შევდიო მაგრამ რეალობას ვლაპარაკობ რასაც ყველა ქართველი უყურებს მე აღსარებელი მაზიარებელი ვარ და მე ყველაფერს ზუსტად უყურებ და მე გული შემტკივა მაგრამ მადლობა ღმერთს ეკლესიას ყავს ისეთი ღირსეული სასულიერო პირები, ვინც მტკიცე დგას და ვისაც ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში დგას ქვეყანა. ასე რომ უყურე სახელმწიფო უნდა იყოს აწყობილი, როგორც სტრუქტურები და თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს კონსერვატიული, რომ აი ეგ ლიბერალური დღის წესრიგი, რომელმაც ეს ქვეყანა დაღუპვა და რომელმაც სხვათა შორის აი ეს შობადობა რო შემცირებულია, ეგ პირველ რიგში ლიბერალურმა დღის წესრიგმა მოიტანა. აი ოჯახები ზოგს შვილი არ უნდათ ისექმნიან ოჯახის მოლაპარაკებული არიან. ზოგი მოილაპარაკებს ერთი შვილზე მეტი არ ყავდეს. ეგ კონსერვატიული დღის წესრიგი რო იყოს პირიქით იქნება, იმიტომ რომ დახმარება მოხდება ისეთი ოჯახების და პირიქით ახალ შექმნილ ოჯახებზე ჩვენ გქონდა საარჩევნო პროგრამაში რომ ახალ შექმნილ ოჯახების დახმარება მე მრავალშვილიან ოჯახებზე ბინები მისცემა უნდა მოხდეს. სოფელში უნდა მოხდეს გაძლიერება. ეს პირიქით მოხდა და სამწუხაროდ ეს ორი თაობა რომელიც წაგვართვეს, ეხლა უკვე რომ ლიბერალიზმი ამ ქვეყანაში გადაუტეხეთ,
თუმცა ეს ანასხლეტები კიდე არიან და მაინც ცდილობენ შემორჩა კიდე ეს NGO-ები და ვინც ფინანსდებიან და ვინც მუშაობს ამ საკითხებზე მაინც ცდილობენ რომ ეს დღის წესრიგი ბოლომდე არ მოკვდეს თუმცა ეხლა რა უნდა გაკეთდეს ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ ქვეყანაში ეს დემოგრაფიული კატასტროფა რო გვაქვს და ოჯახების რომელიც დაინგრა იმის გამო რომ სტამბოლის კონვენცია რო ვახსენე ისეთი კანონები გვაქვს რომელიც პირდაპირ ოჯახების დანგრევაზეა და შვილების წართმევაზეა გადასული იონალურ იუსტიციასაც რო ვეძახით ციხეები გამოტენილია ოჯახური ძალადობის მუხლით ეს ოჯახური ძალადობა დაარქვესთან ყურში ისე ხვდება რომ აი რო გამოაცხადებენ სიტყვაზე ტელევიზიიდან სოციალურ ქსელში რომ აი ოჯახურ ძალადობაზე დაიჭირეს ხავს გონია რომ პირდაპირ ან გაუსწორდა თავის შვილს ან თავის მეუღლეს ფიზიკურად არა პირიქით ელემენტარული შენიშვნის გამო შეეძლო და ბოლო ხანებში სხვათა შორის მადლობა ღმერთს აღარ გვესმის ისე რომ ერთი პერიოდი ძალიან იყო რომ ელემენტარულ შეკამათებაზე შეეძლო მეუღლეს დაერეკა და მოდიოდა პოლიცია პირდაპირ ამერიკის საელჩო კურირებდა მაგ საკითხს ეგეც მინდა რომ იცოდეს ხალხმა რომ არ ეხებოდა მაგ მუხლს არ ეხებოდა დირავ წარმოიდგინე პირდაპირ ციხეში მიყავდათ ეს პირდაპირ მნიშვნელობით მე რა ნახე როგორი ფორმულირება აქვს ხოლმე კონკრეტულ кейსზე მაგ ხა საუბარი რაზე თასთან შეხება მაგ შინაურის ამბავია ძალიან ცოლს დააწერინა ადვოკატმა ჯერ დაზარალებულმა რომ ადვოკატი აიყვანა ესე იგი არენდობა სასამართლოს არენდობა გამომძიებელს არენდობა პროკურატურას და კიდე დამატებით დაცვა დაჭირდა და აიყვანა ანუ ადვოკატი როგორი 24/7-ზე ან რუკავშირის კარზე რო არის ეს ხალი ან კიდე ბრიტანეთის ელჩთან და მთელი ამბები PR გვერდი აქვს ძალიან ძლიერი იმ ადვოკატს ვიზეც საუბრობ და დააწერინა ცოლს ესეთი ტექსტი სულიერი ტკივილი განვიცადე ჩხუბის დროს როცა იჩხუბა ცოლქმარმა სიტყვიერი კამათი იყო ცხოვრებაში ხელი შემხევლობა ზედმეტი რაღაცა ნივთების სროლა მტრევა ლეწვა ხელი შეხება არაფერი მსგავსი არ ყოფილა ორი ბავშვი ყავთ და ის ძლივს მოვახერხეთ რომ 1 წელი იყოს ციხე და 2 წელი საპროცესო წარმოიდგინე და დააწერინა ადვოკატმა სულიერი ტანჯვა განვიცადე ჩხუბის დროს და ფსიქოლოგიურად პრობლემა მაქვს ამის გამო იკამათეს ერჯერა და ცოლქმარმა ცოლი წავიდა ოჯახში მე რაღაცა ვერ მოგვარდნენ და ვერ დაალაგდნენ და აქედან გამომდინარე ადვოკატის წყალობით ბიჭი ციხეშია ცოლი მივიდა ქმართან შევიდა კიდევაც ინახულა კიდევაც ციხეზე ან როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე ცნობილი кейსები ბევრია ეგეთი ცოლი თანახმარო არ იყოს ციხეში დაგვიწერა რომ განქორწინდებით და პრობლემა არ გვექნება და შემხებლობა გადაკვეთა არ გვექნება ერთმანეთთან დაწერა ნოტარიუსთან ჩოლობაც არ მაქვს პრეტენზია მაგრამ ციხიდან არ უშვებენ 1 წელი უნდა მოიხადოს და 2 წელი გამოყვება კიდე პრობაცია ორი შვილის მამა სამწუხაროდ ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია და ეს ფემინისტი ქალები რო არიან ეს პატარაიები და ეგენი ვინც მართლა ეს ბევრი ოჯახი დაღუპა და ბევრი ქალს ტვინი გადაუტრიალა ისეთ ღირსეული ოჯახის ქალებს რო აი თქვენი უფლებებისთვის თუ ოჯახში რაღაცა ძალადობა იქნება რაღაც ცხელი ხაზის ნომრებს დადებდნენ ერთმანეთში ტელეფონებით ლაპარაკობდნენ და ტვინს უტრიალებდნენ უბრუნებდნენ ეს ქალები ქალბატონები მაგას ქალბატონსაც ვერ დაუძახებ ტვინ გადატრიალებული ელემენტარული შეკამათების გამო აჭერნებდნენ ქრებს და გამოტენილი არის ციხეები და იყო განსაკუთრებით რაღაც 1-2 წლის წინ განსაკუთრებით რაღაც ლამის ყოველი მესამე პატიმარი ოჯახურზეა კი ანუ კიდე იქ მივდივართ რომ ეს კანონები რომელიც დასავლეთმა მოგვახვია თავს და შეგვიყვანა იმ კონვენციებში რომ ვალდებული გავხადა რომ აი ამ კანონებით ამ გენდერული თანასწორობის კანონით აი ამ ბავშვთა იუვენალური იუსტიციის კანონით ამ კანონებით ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა ოჯახები დაინგრა ის ოჯახები მე ვეღარ შერიგდა ვეღარ გამთელდა ბავშვები დარჩათ ის ბავშვები მე უკვე მშობლების გარეშე ან ერთთან რო არიან ან მეორესთან განიცდიან ან
დედობრივი ესე ზრუნვა ეს ნაკლებობას თუ მამასთან რჩებიან თუ მამას დედასთან რჩებიან მამის აღზრდის ხელი აყლიათ და მე ხდება რომ ეს ბავშვი მინდა არ გინდა ფსიქოლოგიურ სტრესს რო იღებს ეგ არის ყველაფერი მომავალში მე აისახება მის ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ძალიან მოქმედებს ხო ეს ბავშვები მე ხდებიან ქუჩაში და უკვე ქუჩაში მოხვედრილი ესეთი ბავშვები რომელმაც ოჯახისგან არ იცის რა არ შეიძლება რის გაკეთება არ შეიძლება უკვე ეს რაღაცა თავისუფლების მანტიით და ნიშა მორგებულია ორგანიზაციების ნასმენი ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს მორალი იკარგება მერე ზნეობრივად უკვე გარყვნილებაში მიდიან და იმიტომ არის მერე რომ ქუჩაში ძალადობები ხდება ადამიანს ბავშვობიდან თუ ეს მორალი და ზნეობა არ ასწავლე და რისი უფლება არ აქვს რისი გაკეთება არ შეიძლება ეგ თუ არ ასწავლე ყველაფერს ვერ ასწავლე რომ ეგ შეიძლება მაგრამ რა არ შეიძლება ძირითადი უნდა ისწავლებოდეს ოჯახიდან, მაგრამ ოჯახი რომელიც დანგრეულია უკვე აღარ ასწავლიან და ეგეთი ბავშვები ხდებიან ქუჩაში და მე ეგეთი ბავშვები რეალური მოძალადეები ხდებიან, აი ბეზპრიდელებს რო ეძახიან რუსულად. ანუ აღარ აქვს ის მორალური ზღვარი, რომ ის ადამიანურად ვიღაცას მიუდგნენ. ყველას უყურებენ გაბოროტებულ მდგომარეობაში და ჩვენ ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ეგეთი მასწავლებელი რომ მოკლეს ისინი ოჯახში გაზრდილები არ იყვნენ. თუ ოჯახში გაზრდილი ეგეთ რაღაცას არ ჩადის. ამიტომაც იყო რომ პირდაპირ ოჯახზე მიიტანეს ერიში ლიბერალებმა და გარეძალებმა. ამიტომ არის პირდაპირ ეკლესიაზე მიაქთ ერიში და პირდაპირ აი წარმოიდგინე პატრიარქსაც კი რო შეეხები, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი და სიყვარული აქვს ამ ქვეყანაში. არავის აღარ ერიდებიან. იმიტომ აკეთებენ, რომ ოჯახი არის საყრდენი სახელმწიფოსი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო საწინდარია. სუსტი ოჯახები, ქართული ოჯახები კი ხედავთ, რომ დასუსტებულია სახელმწიფოც. დაცლილია სოფლები, ურბანიზაცია წავიდა, წარმოიდგინე კორპუსში ერთოთახიან ბინაში როგორ გამრავლდება ოჯახი. პირიქით იქ ერთი შვილზე მეტი მერე იმიტომ აღარ აქვს სურვილი, რომ იმის საშუალება არ აქვს, რომ გაფართოვდნენ. ამიტომაც არის, რომ ეკონომიკაც ძალიან მოქმედებს მაგაზე ახლა, რომ სიტყვაზე მრავალშვილიანობაზე რაღაცა დოზით ახლა მაგი პირდაპირ ეკონომიკაზე არ არის ჩამოკიდებული ეგ პირიქით. აი ცხოვრების წესი, აი ლიბერალური ცხოვრების წესი რა ვარ შეიცვლება ამ ქვეყანაში და კონსერვატიული დღის წესი დადგება. ავტომატურად ბუნებრივად დაიწყებს უკვე მატებას. შობადობას მოიმატებს და ქართული ოჯახები გაძლიერდება. იმის შიში აღარ ექნება, თუ რაღაცას ორქმარი რო იკამათებს, ვაი დამიჭერენ. მერე მამასაც უფლება ექნება და დედასაც რო შვილი დატუქსოს, სწორად აღზარდოს. მერე სახლიდან მე გვახსოვს ინციდენტი რუსთავში მომხდარი ინციდენტი მერაბ მამასა და შვილს შორის პატარა შეკამათების გამო იმიტომ რომ შუაღამეზე არ მისცა უფლება კონცერტზე ნებართვის გარეშე ღამით ქუჩაში ყოფილიყო მამა დააჭერინეს და გვახსოვს ეგ ინციდენტის და უნდა დავივიწყოთ მაგსა სამართლოზე ვიყავი სხვათა შორის ისული და იქ რაღაცა ჩვენი გამოჩენა იყო თუ რა იყო არ ვიცი რომ ჩვენ რო დავინტერესდით გიგრაუთი გამოუშვეს გაკვირვებული იყო ადვოკატის და ყველა გაკვირვებული იყო იმიტომ რომ გირაუთი ეგეთი მუხლები არ ეხებათ და რას ვიძახდი უკვე ოჯახიდან გასული მე სკოლაში წასული იქ მასწავლებელს ჩამოართვეს უკვე აღზრდილობითი ფუნქცია მარტო უნდა ასწავლო მარტო აი მათემატიკის მასწავლებელი მარტო მათემატიკა უნდა ასწავლო ქართულ მასწავლებელმა ქართული არა და მასწავლებელს აღზრდილობითი ფუნქცია ჰქონდა ადრე შეეძლო მარტო იმ საგნის გარეთ აღზრდილობითი საუბარი ქონოდა რომ როგორც ოჯახში ხდება პირიქით დღეს რომ მასწავლებელმა რაღაცა შენიშვნა მისცეს და რაღაცა ისეთი ცოტა გადამეტებულად ხმაცა უწიოს ბავშვი დარეკავს და დაიჭერენ მასწავლებელს და ეგეთ შემთხვევებიც არის სხვათა შორის სამწუხაროდ და ეგ ყველაფერი მე იმის თქმა მინდა რომ ლიბერალიზმმა გამოიწვია ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში ლიბერალიზმს მადლობა ღმერთს რომ დროულად დაუპირისპირდით, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს იყო პერიოდი, აი 2017 წლიდან უკვე როცა გამოჩნდნენ ჩვენი ბიჭებიც მერე ნელ-ნელა რო შევემატეთ
ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის ცნება არ იცოდა ხალხმა და რას ნიშნავდა და რა იყვნენ ეგეთების ძალიან ბევრი იყო კონსერვატიული ოჯახი ჰქონდა ცხოვრობდა, მაგრამ კონსერვატიზმის განმარტება არ იცოდა. ბევრმა ლიბერალიზმის განმარტება. იდეით ქართველი დაბადებული ტრადიციულ კულტურულ ოჯახში აზრდილი ადამიანი, რომლის ოჯახის ფუნდამენტი არის ტრადიცია, რელიგია, კულტურა, აი ადამიანს ძალიან ბევრმა მართლა თვითონ ტერმინი კონსერვატიზმი არ იცოდა რა იყო. თორე შინაგანად ხო დაბადებით, ბუნებით, რომ ეკითხებიან კონსერვატორი ხარო? და რო დავიბადე იქიდან ვიყავ მე კონსერვატორი. მე თუ ვიღაცამ რაღაცა სადა ყველაში არის, მე რა ნახე, ჩემ თაობაშიც არის. 35 წელი რო რაღაცას გიჩიჩინებენ, ხე გახმება მართლა ამის გამონათქვამი როა, გახმიო და ხე გახმებაო. ამდენი წელი რო რაღაცა პროპაგანდა მუშაობს, ზოგს ოჯახებში ზოგან მეტად შეაღწია ამან, ზოგან ნაკლებად. გადარჩა კი ოჯახები და ამან გამოიწვია ის, რომ გამოსაფხიზლებოდ ხალხი დავრჩით, ვიღაცეები მაინც დარჩა, ვინც ხალხს შეაფხიზლებდა ამ მდგომარეობაში, ხო, მაგრამ ძალიან ბევრი მოგვიწამლეს. ძალიან ბევრი. მე მაგათ მსხვერპლებს ვეძახი. მართლა მსხვერპლები არიან, იმიტომ რომ აი ბევრი ოჯახი დაიღუპა ეხლა. შვილები, უყურე მე ეგეთი ბავშვები ხდებოდნენ ღამის კლუბებში, სადაც ნარკოტიკებით ბევრი დაიღუპა. თამაშიც ეგან აღნიშნე, რომ თამაშობენ. სათამაშო აი კაზინოებმა, ონლაინ კაზინოებმა დაღუპა. თან ეს ყველაფერი გინდა არ გინდა ეს სამყარო ღვთის შექმნილია და პირდაპირ მნიშვნელობით რომელიც ეწინააღმდეგება ეს ღმერთის კანონებს, დიდი შვილის კანონს, ბიბლიას, ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას, ეს ლუდომანია, ეს აბორტები, ეს ყველაფერი დაკანონებული გვაქვს სამწუხაროდ და კანონიერად არის ამ ქვეყანაში და სანამ ეს არ აიკრძალება და სანამ ეს დღის წესრიგი არ შეიცვლება, მანამდე ნურც ღვთის წყალობას და მოწყალებას მოვერლოდებით. რა ვარც პირველ აქედან იწყება ყველაფერი. რა ვიცი თუ ქრისტიანები ქვია, აგერ კაზინოები გვაქვს საპატრიარქოს გვერდზე ორივე მხრიდან კაზინო აქვს მოდმული. წინ მუდაბარი აქვს დაშენებული. ეგ სპეციალურად გაუკეთეს. ამიტომ სანამ ეგ ყველაფერი არ შეიცვლება და ეგ არ აიკრძალება, რავი, შვილთა კვლავ არის ჩვეულებრივად, რომელიც დაკანონებულია და აი ეს აბორტებს ვიძახი. აი ყველაფერი არის გადამული. და მე ისედაც ინერციით ცხოვრობს ეს ქვეყანა ეხლა არავის ეგონავს რომ რაღაცა პოლიტიკურად 30-40 წლით რაღაცა გეგმა და პროექტი უდევთ რომ როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა, არა? ჩვეულებრივად ესე ქაოსურ მდგომარეობაში ღმერთს მივყავართ და იმიტომ მივყავართ რომ ჯერ კიდევ ერთგულებთ, იმიტომ რომ აქ მამათმავლების აღლუმი არ დაუშვით სიტყვაზე. მაგრამ აქეთ უამრავი პრობლემა გვაქვს, იქ კაზინოები, ცოდვის ბუდეებია, იქ ღამის კლუბები, სადაც ნარკოტიკია, სადაც უამრავი რაღაც გარკვეული ხედებები ხდება ზუსტად. ეხლა არ ყოფილი ვარ, მაგრამ იქიდან გამოსულ ადამიანებთან მილაპარაკია. აბორტებია, ეს პირველი ეს სამი რო აიკრძალება ამ ქვეყანაში. შეიძლება ეკონომიკურად რაღაცა დარტყმა მივიღოთ, რომ კაზინოები დიდი ბრუნვა არის, მაგრამ რეალურად ეს შემოსული მილიარდები გადის, იმიტომ რომ არაბების არის ეს ძირითადი ის მეწილეები ეგენი არიან. ქვეყანაში კი არ რჩება ეს ფული. მაინც ქვეყნის გარეთ გადის და მოდი და უნდა უცადოთ, რომ დაიკეტოს ეს. ამათ როდესაც ჩვენ მაღაზე ვაწვევოდით, გითხრეს რომ ეკონომიკაში და ბიუჯეტში დიდი ფული შემოდისო, მილიარდები შემოდისო, ყოველწლიურად რეალურად მართლა ესეა, იმიტომ ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ძალიან დიდი აი ეს კლანი აზის და რაღაც მაფიოზური ის ინდიკატია და ჩამოყალიბებული ეგრე ადვილი არ არის მაგ კაზინოების დახურვა და დაჯახება. მაგრამ ვიღაცამ უნდა შეძლოს ეს. ზუსტად ისე ეგენი ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ მაგათ არც საერთოდ არც არაფერი უთქვიათ მაგის საწინააღმდეგო. მაგათ ტერიტორიულ მთლიანობაზე ბოლო წლებია რეალური ნაბიჯები ან რაღაცა საუბარი გაგიგიათ ქართული ოცნების მხრიდან. აღარც ახსენებენ უკვე ტერიტორიები აქვს დაკარგული. აღარც კი ახსენებენ, არა და უნიკალური შანსი გქონდა რომ
აი ესე ნაბიჯი გადაედგათ ჩასულიყვნენ რუსეთში სალაპარაკო თავისთვის უნდა ეჯობნათ და ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და დავლაპარაკებოდით ეხლა გვექნებოდა ძალიან კარგი მოცემულობა თუმცა ეგეც ვერ შეძლეს ანუ ეგენი ვერც კაზინოების დაკეტვას ვერ შეძლებენ ვერც აბორტებს ვერ ეგრე ნაცების დასრულება ხო შეძლეს მე რა ბრატო ხარ ეს უკატეხილი და ამ ნარკოტიკებს კი გვაჩვენებენ რომ ამდენი წამალი ამოიღეს ამდენი ბარი გადაიჭირეს მაგრამ ბოლოს ხედავთ რომ ხის ძირებში და ბუჩქებში იქიქება ყველა ეს დამდები და ამღები და გადამტანი და გადმომტანი და უბედურებაში არის დიდი და პატარა ქვეყანაში ამიტომ ამას ჭირდება ძალიან დიდი პრინციპულობა და ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა რომელიც გადადგმის საშუალება 14 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰქონდა და არ გადადგა და აწი არ ვიცი აწი ეგენი არაფრის გადამდგმელი აღარ არიან ამიტომ ხალხმა უნდა იფიქროს რომ ვიღაცამ უნდა შეცვალოს ეს პოლიტიკური დღესდღეობით ამ ქვეყანაში თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა გადარჩეს და სწორ რელსებზე შევაყენოთ თუ არა და აგერ არჩევნებზე 200 ლარებს დაურიგებენ კიდე და ეს მოტყუებული ხალხი 4 წელი კიდე დაელოდება და იმ 200 ლარს და იმას დაურიგებენ კიდე ღვინოს და პივას და თევზს არჩევნების დღეს ძალიან წარესურათია და რთულად დასანახია ხოლმე ეგ სცენა, როდესაც ხედავ ქართველი რაღაც მატერიალურ კაპიკებზე იყიდება, ან თუნდაც საკვებზე. კარტოფილზე რო გაიყიდა და ხალხზე ხალხი ეგეც ცალკე უბედურება არ ადამართეს ხალხსა, მაგისო რომ კარტოფილზე გაიყიდა, წარმოიდგინე. ეგრეა და ნუ ეგეც იმაზე მეტყველებს, რომ მორალურად ძალიან დავეცით. ძალიან იმიტომ რომ შენი ხმა კონსტიტუციური უფლება გაქვს რომ ხმის უფლება დარჩენილი კაც და იმასაც იგერ უბნიდან რო გახვალ საარჩევნო ბლამდე მისვლამდე იგერ ერთ ჭიქაღვინოში და რაღაცა ერთ კათხალუჩი გაგაიდინებენ ეგრევე აი სანამ მაგ ყველაფერს არ გავითავისებთ და არ დავდგებით ღირსებას აი ესე ვიტყვით ღირსეულად რომ ეგ შეურაცხყოფელია ჩემთვის რომ მე როგორ საარჩევნო ხმა გავყიდო 200 არ უნდა მომწე 200 ლარი იქნება 2000 ეგეთი რამე როგორ შეიძლება რომ შენ ქვეყნის ბედი დევს სასწორზე შეგიძლია რომ ისეთი ეროვნული სიტყვაზე არჩევანი გააკეთო და რაღაცა მინიმუმ ოპოზიციად მაინც შეძლო მოიყვანო იმაზე აღარავინ არ ფიქრობს ყველა იმ დღევანდელზე ერთი დღით ცხოვრებაზე და იმიტომ იღებენ ფულს და მეორე დღეს აღარ აქვთ და 4 წელი აღარ აქვთ არაფერი მეორე დღეს კი 4 წელი არაფერი აღარ აქვთ მე და რეალურად უკან მივდივართ საზოგადოების პასუხისმგებლობას აღვხედავ რა ნახე სულ ამას ვამბობ ხოლმე მერაბ დიდი ხელისუფლება თავისი მნიშვნელობა არ აქვს მე არ ვიცახი მაინც და მაინც გინდა თუ არა ეხა ქართული ოცნების მარტო არა ნაცების ხელისუფლებაც ავიღოთ შევარდნაძის პერიოდის ხელისუფლებაც ავიღოთ ბირთვი ჯამში თავისი დეპუტატები ან ყველაფერი რეგიონალური წარმომადგენლები ან ყველაფერი აჰა იყვნენ 5000 კაცი 10-იც რო იყვნენ 10-ით სასწორის პინაზე რამდენი დევს ხო და ეს საზოგადოება რო ხმას სწორად არ ვიღებთ და სწორად არ ვუტევთ საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ბოლო წუთს საქართველოს რას ვაკვირდები იცი? სანამ რა ურემი არ წაიქცევა, მართლა ყველაფერი არ გადატრიალდება, მანამდე თვალის გახელა გვიჭირს ხოლმე და წარსულის სუმაგას ვამბობ, წარსულის ისტორიაზე უნდა შევძლოთ მას სწორი მაგალითების გამოტანა. ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს და სულელი საკუთარზეც ვერ სწავლობს. სულ ამაზე მაქვს საუბარი და მოდი ამ ერთხელ გამოდგეთ ჭკვიანები მსოფლიო ამ დიდი გადაწყობის დროს ისე გამოვაძვრინოთ ეს ქვეყანა რომ არ იყოს ელემენტარული წარმოიდგინე რა ხდება ქართველს ქართველი სიკვდილი უხარია პოლიტიკური აზროვნებიდან გამომდინარე რომ არ ითანხმებოდა მაგის გამო ზეიმობდნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდების მეორე ახალგაზრდის სიკვდილს ზეიმობდა სოციალებში და როცა აფხაზებს ეუბნები და ოსებს ეუბნები რომ იცი რა ჩვენი ნაწილი ხართ და აფხაზეთი და სამაჩაბლო და საბრუნებელი გვაქვს რას ვახარბებთ იმ ხალხს რას ვაჩვენებთ რა უნდა შეეხარბოს მერაბ ჩვენი აი ამ სიტუაციაში ამ მოცემულობაში
უნდა შეეხარბოს რომ უყურებს რომ რა მდგომარეობა არის და აქ რომ რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგი რაღაც საყურიან და კიკინიან კაცებს მიყავთ სიტყვაზე და ტელევიზიები გაიუსო მაგათი და მაგათი გადაცემებით. რა ვიცი, ახლა კავკასიელები ვართ და კავკასიელებს სხვა ხედვა და ღირსება გაგვაჩნია. განსაკუთრებით ეგეთი ხალხის მიმართ სხვა გრძნობები იხსნება გინდა არ გინდა ადამიანში, რომ მიუღებელი ხდება ეგეთი ადამიანები და შენ რო ეუბნები რომ აგერ მოდი ჩვენ ისტორიული ძმები ვართ, ერთად ცხოვრობდით და მოდი ახლა ერთად ვიყოთ. რა ის გეუბნება რას ვთავაზობ, ეგეთ ცხოვრება მე არ მინდა რომ გაივსო აქ ამ ლიბერასტებით და ლიბერასტები არ კმარობდა ახლა პაკისტანელები, ინდოეუსები, რავი, ყველა რჯულის ხალხი რო გამოტენეს ეს ქვეყანა. ეგეთ მოცემულობაში შემოსვლა არავის არ მოუნდება. იმიტომ არის რომ სანამ აი არ გაუძლიერდებით, სანამ აი ესე ღირსეულად მტკიცედ არ დაუდგებით, მანამდე შესათავაზებელიც არაფერი არ აქვს აფხაზებზე და ოსებზე. ეხლა ისევ ომით ბევრს განსვენია რომ ომით წაგვართვეს და ომით უნდა დავიბრუნოთო. გავიგე, გასაგებია და არის მომენტი რომ მაგაში რაღაცაში ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ იმ დონეზე უნდა მოვიდეთ რომ თუ ომით წაგვართვეს და ესე არ გვიბრუნებენ ჩვენ ისტორიული მიწა-წყალს, უნდა ვიომოთ და დავიბრუნოთ. აბა როგორ გვინდა? აბა ლანგარით ვინმე მოგვართმევს? თუ რაღაცა უკვე 35 წელი გავიდა და დაგვავიწყდა ის რომ ჩვენია აფხაზეთი და სამაჩაბლო, რას უკაცრავად? იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ აი ეროვნული ძალა, ეროვნული სულისკვეთების და იდეოლოგიის, კონსერვატიული იდეის მატარებელი ძალა თუ არ მოვა, მანამდე არავის აზრად არ მოსდის რომ დავიბრუნოთ აფხაზეთ და სამაჩაბლო. აფხაზეთ და სამაჩაბლო კი არა, აგერ დავით კარეჯი მიყიდეს. ნაცებმა მიყიდეს, ამათმა გაუფორმეს. ეგ ნოტარიუსები გამოდგნენ. იმან გაყიდა ფული აიღო და ამათმა ნოტარიულად გაუფორმეს. ანუ რა გამოდის? არ დგანან. ესენი თავიანთი კეთილდღეობის ირგვლივ არაფერზე არ ფიქრობენ, გარდა თავიანთი კეთილდღეობისა. როდესაც განცხრომაში არიან მიცემული მინისტრები, რაღაცა თბილისის მერი რო დაბადების დღეს თბილისში არ გადაეცა, დუბაიში გადასახდელად ივლისს და უკვე რაღაცა დაუკმაყოფილებლობის ისჭირთ, ხო იცი, ბევრი ფული რო აქვს ნაშოვნი და არა ყველაფერი უნდათ რომ ეხლა კიდე სხვაგან წავიდნენ. ის კი არ უნდათ რომ აფხაზეთ სამშობლოს მოახმარონ ეს მილიონები და მილიარდები რაც აქვს რომ დავიბრუნოთ. ან სხვა ტერიტორიებს და ქართული ხალხი ამოწიონ, არა. იქ რომ უთაქაში რომ მილიონები 10 მილიონი უდევს, ჩალიჩობენ რომ კიდე ბიუჯეტიდან მოიპარონ 1-20 მილიონი 30 კახადან. ვისაც 30 აქვს ის ჩალიჩობს რომ 100 მილიონი იშოვოს და ჩვენ კიდე უყურებთ რომ აუ ქალაძე რა კაი პორშეთი დადის სიტყვაზე და აუ რა მაგარ ფეხბურთით იშოვა და რა ისა ქშურთ და თქვენც გამოძრავდით და თქვენც იშოვეთ და წარმოიდგინე ეგეთი ხალხი ვაფშე მაღიზიანებს ეგეთი არიან ყველაზე ესეთი დათურ სამსახურს და ვირეშმაკები არიან ეგეთები. როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ესე ლიდერშიპი პოლიტიკური იყოს განცხრომაში მიცემული და ფულის, კეთების და შოვნისმეც არაფერს არ აკეთებდეს. და ქართველი ხალხი იყო სიღარიბეში და ზოგს ლუკმაპურის ფული ენატრება და ზოგს ბინის ქირას ვერ იხდიან და ასახლებენ და უამრავი პრობლემებია რა, ეხლა არ მინდა კიდე რომ ისაქვნა ბანკებში პროცენტებს ვერ იხდიან და მაგ რეჟიმში ვცხოვრობ ჩვენ და ზუსტად ამ რეჟიმში მაცხოვრებელი ხალხისგან გამიგია რომ აუ მე რა მილიონები აქვს და ღმერთმა შეარგოთ კაცო იშოვეს და ისა რაღაც მარიფათი აქვს და იშოვეს. აი ეგენი მე უნდა მიაყოლო ეგეთებს ზედ. ამიტომ უყურე აქ ფულის საშუალებლად ვინც მოვიდა, კარგად ხედავთ. და ეხლა დადგა დრო, რომ ვინც აი ეს პრობლემები გამოიარა, ციხეები გამოიარა, არ გაატყდა. აი რა ვიცი, ყველაფერი ჩვენ თავზე ერთი წისკვლის ხო არ დაატრიალეთ, დანარჩენი, რავი როგორ გაუძველი დღესაც მიკვირს, მაგრამ ამ ერთობამ, ამ იდეამ შეგონარჩუნებინა რომ მიზნამდე უნდა მივიდეთ.
რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, იმ მიზნამდე უნდა მივიდეთ და ვინც ეს ქვეყანა ხრა და ბიუჯეტიდან ჭამა და თავისი შვილები ჰარვარდებში და ოქსფორდებში და იქ აცხოვრა ჩვენ ხარჯზე და იმათგანაც არაფერი რო არ გამოვიდა ეს ცალკე თემაა კიდე. იმათ პასუხი უნდა ვაგებინოთ და უკან დავაბრუნებინოთ ამ ქვეყნის ბიუჯეტში ეს ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი და ტერიტორიები დასაბრუნებელი. ესე ვერ დავიბრუნებთ. გამორიცხულია ახლა რაღაცა იქ დუბაიებში და სადღაც იმეებში, ჰონკონგებში დაბადების დღეებს იხდიდნენ ეგენი, მაგათ ადარდებს ზუსტად ახლა აფხაზი და სამაჩაბლო რო გვაქვს დაკარგული რა. ყველაზე არ მაქვს ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკი დარწმუნებული ვარ ოპოზიციის სხვა ოპოზიციურ ძალებშიც არიან ერთიოლო რა ისეთი რომ რაღაცას ფიქრობს სწორად მართველ ძალაშიც, მაგრამ რავი ძირითადი ლიდერშიპს რასაც ვხედავ, რავი ლიბერალები ან ლიბერასტები კალაძე არისო იმას რომ მისცა რა ქვია დემნა გვასალიას მამათ ოფიციალურ გათხოვილ კაცს მისცა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. რავი და ეგენი დაგვიბრუნებენ აფხაზეთს სამარჩაბლოს. ეს თუ შევდაბერილი კაცები? აი რა, უბრალოდ ხანდახან გამაღიზიანებელია. მოდ ქართული ხალხი უნდა მოვიდეს კონს, რომ რა ვიცი, განა რაღა უნდა მოგვივიდეს ამაზე მეტი, რომ დაუდგეთ ერთად და აი ეს თუ ესე არ გვინდა რომ რაღაცა ქუჩაში ზეწოლა გავაკეთოთ არჩევნებზე, აი უბრალოდ სწორი არჩევანი გაკეთდეს ხოლმე. რომ მე მოვიდეს ისეთი ეროვნული ადამიანები გინ პირველ ეტაპზე ოპოზიციად რომ გააკონტროლოს ესენი. და ეს ნაკლები ჭამო როგორ ვეღარ ეტევიან ტყავში და გაზულუქდნენ და ეს 55 მილიონერი ყავს პარლამენტარი. გამოიდგინე პარლამენტში საკუთარი ბიზნესის ლობირების მეც არაფერს არ აკეთებენ. საერთოდ არაფერს. უბრალოდ მე კანონს დაუწერენ ხოლმე რაღაცა ხელშემწყობ კანონს, რაც მათ აწყობთ, იმის მიხედვით, მის ბიზნეს როგორც ერგება, იმის მიხედვით გადააკორექტირებენ ამა თუ იმ კანონს. შავალ კოსტუმი არ დაიჭრება და დაიჩეხება ეგრე ჩვენი კონსტიტუცია რო დაჭრილ-დაჭეხილი, როგორც აწყობთ, ამოიღებენ, ჩაამატებენ, მიარგებენ, მოარგებენ და საკუთარ ბიზნესებს არგებენ ყველანაირად კანონებს, მაგაში 100% გეთანხმები. და ხანდახან ისე სულელი კანონებს მიიღებენ ხოლმე ის რო ყავდათ პირველად რომ მოვინე ეგენით პარლამენტში ქართული ოცნება ის ქალი რო იყო შაქარს რო კძალავდა თუ რაღაცა თუ გახსოვს გუგული მაღლაძე გიulis თქვენდა და გუგული მაღლაძე რაღაცა შაქარი ორკოზე მეტი უნდა ჩაიყაროს ჩაიშვი კანონში წერდნენ თუ რაღაცა აი ეგარი იქ დამცინავი ნახე უფრო სასაცილო ამ ბოლოს იყო კიდე როცა ქვეყანაში ამდენი მშიერი ყავს, როცა ქვეყანაში ამდენი უსახკარო ყავს, როცა ამ ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი ყავს, ამდენი ემიგრანტი ყავს გადახვეწილი ქვეყნიდან და ამდენი ოჯახები დანგრეული გაქვს, ჩამოშლილი გაქვს ყველაფერი და კანონს იღებს ჩვენი პარლამენტი, აგერ ერთი კვირანახების ამბავია. პიტბულის და კანეკორსოს გამრავლება აიკრძალა ხალხნო. ახალი ამბავია, კანონშია ჩაწერილი, რომ იკრძალება მორატორიუმია გამოცხადებული, დროებით აკრძალულია ამათი გამრავლება. რამხელა საქმე გადაწყდა? ვითომ სულ ყველაფერი მოგვარებულია და ეგ იყო პრობლემა და ეგეც მოგვარდა. ხალხო, ნუ გეშინიათ, ვეღარ გამრავლდებია, ანუ всё. სასაცილოდ არ მეყო, მაგრამ სატირალი უფროა სასაცილო კი არა, რომ აი ამაზე ხალხი სხვათა შორის იყიდება ეგეთი რაღაცეები ხალხზე, საზოგადოებაზე. რო არ იყიდებოდეს მერაბ მაშინ ან ნახე რო არ იყიდებოდეს ეს ყველაფერი საზოგადოებაზე მარტივად და მარტივად რო არ იღებდეს ასეთ სისულელეს უმრავლესობა უკვე როგორც ვატყობ, ხო? მაშინ პროტესტი გაუჩნდებოდა, დამდეს კი ვერ გაბედავდნენ. სამწუხაროდ შეისწავლეს საბედნიეროდ ვერ გაიგებ ქართული ხალხის ფსიქოლოგია და ბუნება ახლა ყველა ხო ერთნაირად არ ფიქრობს და ეს ლიბერალიზმამდე მიდივარ კიდე რომ ესენი ხო მეძაღლეები არიან ძაღლზე უფრო მეტად უყვართ ადამიანი ძაღლი უფრო უყვართ ადამიანზე და ტყობა შეისწავლეს რომ ეგ რაღაცა პიარი ნაბიჯი არის თუ რა არის იმიტომ რომ ყოველ მოყვარულების გულის მოსაგებად ეგ იკრძალება ახლა ეს ისეთი ჯიშის ძაღლები არის მეც ყავს ახლა კანიკორსო ყავს რა ვიცი კალაძეს მირჩევნია ისეთი ძაღლები არ ვიცოდი და ხედავ შენ ოჯახსაც შეხებია კანონი მოდა ახლა
თავარი ისინი პუდელები არ აკრძალონ და ეგეთი ისინი. ეგ ხუმრობით ეხლა, მაგრამ სახელმწიფო ეგეთ რაღაცაზე ეხლა სერიოზულად ფიქრობს, არ ვიცი. მაშინ რაღაცა დასკვნა უნდა დადონ, რომ რაღაცა ზიანი მოიტანა სიტყვაზე მაგ ძაღლების მომრავლება ქვეყანაში და მაგიტო კეთდება. არ ვიცი. რაღაცა გამოუვალი სიტუაცია ხალხო და ამიტომ ამ მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ რამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ეს საკითხი აუცილებელი გადასაჭრელი გახდა. იმდენად არა სერიოზული თემაა, ეხლა ეს უბრალოდ ყური მოუკარი და რა ვიცი, გამეღიმა და აღარ ჩავეძიე, რომ რატო კეთდება ესა. იმიტომ ვახსენე, რომ ეს შაქარს რო გძალავდნენ, ეგეთი თემა არ დაახლოებით და. აბსოლუტურად. ამიტომ ქართულ ხალხს მოგვიწევს ძალიან მალე გამოფხიზლება, თორე მაგათ აწყობთ სხვათა შორის უყურე ნიჰილიზმი და ეს პროცესები, პოლიტიკური პროცესები, იმიტომ მიყავთ ესე, რომ აი ზოგს უთხრეს, რომ პოლიტიკა ბინძურია არ ჩაერიო და ბევრმა დაიჯერა. მერე ის ქოცნაცურის კინკლაობა გასტანა ორი საპარლამენტო წელი მაგანაც. რომ აი ნაცი მოდის, ამას უბაში ერთად იყვნენ. ეხლა ჩვენ რომ დავანახეთ, რომ ქოცი ნაცი ერთია და ამიტომ ხალხმა აზრი არ აქვს მაგ იმას, ეხლა გადაერთნენ სხვა ის პოლიტიკური სახელები და არქვეს ის გვარამია ვითომ დაიჭირეს, მერე ვითომ გმირად გამოიყვანეს ციხიდან და შეკრიბა ეხლა ეს ოპოზიციური რაღაცა ის ერთობა და რაღაც აპირებენ ახარიას და ლელოს გარდა ყველა შეუერთდა ამ ერთობას. ხო და ეხლა ვიღაცას გონია რომ აი დაავიწყდა რომ ის გვარამია რო ფულს იღებდა მაქსები რომ მაგან დაშალა ვაფშე. XP-ს არავინ არ დაუშლია ის. ერთი რიღამე იყო რომ ვიღაც ცოტა ის ფანატიკოსი ახალგაზრდობა რევნენ თორე რეალურად გვარამიამ დაშალა ის ამხელა ქუჩის აქციები. ამიტომ ეხლა რომ კიდე მაგის იმედი აქვს ვიღაცას, ну წარმოიდგინე რა დონის უვიცობა არის პოლიტიკური. პოლიტიკა კი არა ვაჭრობაზე არიან გადასული, ვაჭრობენ ერთმანეთში სხვადასხვა თემებით და თუნდაც ეხლა რატო იმ პერიოდში ძალიან უნტყუნა გვარამიამ აქციის მონაწილეებს ძალიან უნტყუნა, რაზე გაიყიდა, ხო, რაღაცაზე გაიყიდა. რეაქცია, ხალხის გაანელა სიტუაცია და მუხტი ჩამოუგდო ხალხს. ამას რო ვერ ამჩნევენ, ამაზე ვგიჟდები. ასეთი ბრმა როგორ უნდა იყოს, ესე გმართავდეს ადამიანი და ვერ ამჩნევდა. ну ეს კატეგორია ხალხი გვარამიას მიაბარეს და კარგად წემსავს. ფულს აძლევენ და მაგ ხალხს წემსავს, ხან ააგროვებს, ხან დაშლის, ხან გაერთიანებს, ხან დაშლის და მაგიტომაც ეხლა ბოლოს ძალიან გაუბაზდა რომ ბევრი ფული სიღებდა და უკვე აქციის ხალხმა ეს ყველაფერს მიხვდა და მერე ვითომ დაიჭირეს 2 თვით თუ 3 თვით და გამოვიდა ისა ეროვნული გმირად, მაგათ გმირად და ახლა ახლი. ნახე, სიტყვა გმირი, რამდენად დაეკარგა ფასი ამ სიტყვას დღევანდელ რეალობაში. ეგეც ამასაც მინდა ხაზი გაუსვა და ხათმების გმირი არის ეგ და ახლა ყველას თავის გმირი ყავს რა. კაი იყო, თავიჯირე, მომეწონა. მარტო გმირობაზე არ არის, გმირი, მოღალატე, ისეთი გაუფასურებული გახადეს ეს სიტყვები ერთიც და მეორეც. დღევანდელმა პოლიტიკამ, ბოლოს დაძრემა პოლიტიკამ შექმნა ის მოცემულობა, მერაბ რომ სინდისის ბიჭები ყავდა ჩვენ და ეხლანდელ პატიმრებსაც სინდისის ბიჭებს ეძახიან. ანუ საგმირო საქმის გაკეთებასაც კი შეაზარებენ ადამიანს, ისეთ ვიღაცასთან გაატოლებენ და გაათანასწორებენ. სიტყვა მოღალატეზე რო არაფერი თქვა, რამდენად მარტივად შეუძლიათ პირადი განწყობების მიხედვით, სახელმწიფოს და სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებენ იმის გამო, რომ რაღაცა შენში პიროვნულად მას მოუვიდა, ან ნახე, პიროვნულ ურთიერთობებს სახელმწიფოზე როცა გაქვს პრეტენზია და როცა გაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანაში რაღაცა ამინდის შეცვალო, ამ დროს არ უნდა იყო
პირად განწყობებზე, პირადი წყენების გადადება უნდა შეგეძლოს და ამაზე მაღლა უნდა იდგე. და ეგეც არ ხდება ქართულ პოლიტიკაში. ნენგელა თუ არ გამოჯანსაღდა ქართული პოლიტიკა, რასაც ვხედავთ. სიტყვების რახარუხი მიდის ერთმანეთის წინააღმდეგ, ერთმანეთის დაჭმა და ქვეყანა ინახე ზუსტად რესპუბლიკის მოედანზე გვიდგას ძალიან მაგარი მონუმენტი. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა იმ პირის მიერ, ვინც იყო მოქანდაკე და ვინც შექმნა ეს ველოსიპედის ძეგლი. ორი საჭით იქედან აქედან ერთი იქეთ ეკაჩება მეორე ეს არის ზუსტად საქართველოს მდგომარეობა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეგრე არის. კი ბატონო და ეს ადამიანები თან გიორგი ანწუხელიძეს ენებენ წარმოიდგინე ახლა ეროვნულ გმირს და მართლა ისე ღირსეულ ვაჟკაცს რომელმაც ისე ღირსება შეინარჩუნა და ქართულ დროშას ფეხი არ დაადგა მაგის გამო მოკლეს და ეს ადამიანები იყენებენ ზუსტად იმ ადამიანს რომ წარმოიდგინე ეგ უფრო ამარგინალებენ გმირებს ეგ ადამიანები ოღონდ რეალურად თავიანთ აი იმ ბაბლში ისე წარმოაჩენენ რომ აი ჩვენ უფრო გვიყვარს გმირები ჩვენ სამშობლო უფრო გვიყვარს ვიდრე აი სიტყვაზე კონსერვატიულად განწყობილ ადამიანებს ეგეც სპეციალურად მაგათ აი ეს აგენტურა რომელსაც აფინანსებს დასავლეთი სწორედ იქიდან შემოსდის დირექტივები იქ უტარდება ტრენინგები რომ რა მუშაობს ხალხზე და ეგ ადამიანები საუბრობენ რაღაცა აფხაზეთს სამაჩაბლოზე და ეროვნულ გმირებზე და ხალხს გონია რომ აუ ეგენი ეროვნულები არიან და ჩვენ გაშავებას რო ემსახურებიან ეს კატეგორია ხალხს აუ ეგენი რუსეთუმეები არიან და იმათ მაგრა უყვართ საქართველოს იმ ლიბერასტებს იმიტომ რომ ისინი ანწუხელიძეზე ლაპარაკობენ სულ და იყენებენ მაგას და ჩვენ რო ვიზახით რომ რუსებთან თუ არ ჩავედით სალაპარაკოდ და თუ არ დავლაგდით კარგი დღე არ გველოდება ჩვენ თურმე მოღალატეები ვართ რომ აუ ეგენი რუსებთან ჩვენ მტრებთან მიდიან სალაპარაკოდ არა და მტრებთან სალაპარაკოდ არ წავალთ ზუსტად ეს ადამიანები იქნებიან ვინც ანწუხელიძე აკერიათ პირზე და სურათებით დარბიან რომ პირველი გაიქცევიან ამ ქვეყნიდან ამიტომ აი ეს ხალხი სწორად უნდა აფასებდეს ამ პროცესებს და მოვლენებს თან უკვე დაყავიდა იბატონეს პრინციპით ძალიან მაგრამ მუშაობს ახლა ეს ფაქტია რომ ბიძინამ დაყოს ამ ქვეყანაში ამდენ პოლიტიკურ ძალად ამდენ იმად ეს რომ დაყოფილი პოლიტიკური ძალები და დაყოფილი საზოგადოება ადვილი სამართავია ამიტომ ერთი გაგების ერთი გრძნობის ერთი იდეის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას ახლა წარმოიდგინე 100,000 აგროვდნენ ერთი პერიოდი ძალიან ბევრი გამოვიდნენ და ვერაფერი ვერ აკრეს უკან ვერაფერს ვერ დაახევინეს და ვერც პოლიტიკურად შეასრულებინეს დღის წესრიგი ისე როგორც თვითონ უნდათ იმიტომ რომ ესენი არ არიან მებრძოლი ხალხი ესენი არიან აი ამერიკის საელჩომ დაურიგა თავის აგენტურას ხელფასები რომ გადით და მიდი მიაწექით მაგრამ მიაწექით მაგას სჭირდება შინაგანი მოცემულობა რომ რაღაცები გადადგა ნაბიჯები და გადაწყვიტა ამიტომ ეგ კატეგორია ხალხი არის ყოველთვის ფულზე გაყიდული და მაგათ ფულით ძალიან კარგად მართავენ აი თუნდაც გადატრიალების ცდილობით ახლა ბურჭულაძე და ესენი როზიან იქაც წარმოიდგინე რაღაცა უცბად გაიქცნენ ცხრებივით და ეტაკნენ იმას პრეზიდენტის ღობეს ისიც მოჭრილი დახვდათ თუ ლავთული დაბული და დღეს ზიანი გერნი მათ ეგეთ რაღაცებს ჩვენ მემიჯნებით ჩვენ არ ვართ მომხრე ეგრე სახელმწიფო ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობრივი მეთოდებით და რევოლუციით არ შეიძლება ამიტომ არ შეიძლება რომ ჩვენ მაგათზე ნაკლები მხარდამჭერა გქონდეს ამ ქვეყანაში სირცხვილი ამ ქვეყნის მაგათ რომ მეტი მხარდაჭერა ექნებათ ჩვენზე აი კონსერვატორებზე და კონსერვატორულ განწყობილ საზოგადოებაზე და ეროვნულ ძალებზე ის არის იმ ქვეყნის სირცხვილი გვარამია რომ ლიდერი იქნება ამ ქვეყანაში რომელიღაცა ფლანგის ან პოლიტიკური ძალის რა ვიცი რა უნდა ვილაპარაკო ხელისუფლებამ არ დასაჯა ახლა ნაცების დროს გენპროკურორი იყო და უამრავი დანაშაულებები ჰქონდა ნუ ეგ იმაზე მეტყველებს რომ
მაგათი აგენტია და იმიტომ არ დასაჯა. იქ ბევრი ვინც არ დასაჯა კი არა, რავი, სამინისტროებში და გამგეობებში და იმ საკრებულოებში უზით ნაცები. ეხლა ქოცების სახელით. ძალიან ბევრია და რუსთავშიც არიან ეგეთები. ნაცები იყვნენ, მწარე ნაცები და ეხლა არიან მწარე ქოცები. იმიტომ რომ მოყვებათ ის გავლენები და ის ფული და ის ვიღაცა პატრონობთ, რა ვიცი ახლა ვინ პატრონობთ. ამ ქვეყანაში ნაცების დროსაც ბიძინა იყო და ქოცების დროსაც ბიძინა არის. ანუ მაგათი ორივეს პატრონი ბიძინა გამოდის. ამიტომ იქ უნდა გვარამიას გახდის ლიდერს, უნდა გახარიას გახდის და ის მე რაღაცებში ეტყობა გადაუხტა სიტყვებში და მოუწია გაქცევა. დაატოვა ესენი წყემსის გარაშე ეს ცხოვრები თავისი პირდაპირ მნიშვნელობით ეგრეა. ოპონირებას ვერ უწევენ ხელისუფლებას, აწევიან რაღაცა ისეთი საკითხებზე, რომელიც ოცნებასაც აწყობს, რომ მაგას სახეს ანახებს და მერე დასცინიან და იმიტომ იყო ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი ზურას დებატებში მონაწილეობა, რომ სუფთა ესე პრაგმატული და სწორი პოლიტიკური მიმართულების წაიყვანა საუბარი. ზოგი ელოდებოდა, რომ რაღაცას აი სპეციალურად შეიძლება თვითონ პრემიერიც ელოდებოდა სხვათა შორის და მაგიტომაც მიიწვიეს, რომ დაენახებინათ, რომ რაღაცა არაპრაგმატულად და რაღაცა ესე იმას დაიწყებდა აი ქაჯურ მიდგომას, რომ რა სადღიგრძელოსავით ლაპარაკს დაიწყებდა, მაგას ელოდებოდნენ რა. მაგრამ რავი ახლა კონსერვატიზმი და ეროვნული ძალები გამარგინალებული ყავდა სხვათა შორის ზუსტად ისეთი ხალხისგან ჩაასწვენდნენ ჩოხას, დაახურებდნენ ჯვრიან ქუდს, ამ გაბურძმულ კაცებს დაასვამდნენ ეთერებში და მე ეკრანებიდან დასცინოდა ქართველი ხალხი ამ გამარგინალებულ პოლიტიკურ თუ ესე საზოგადო მოღვაწეებს ეროვნულ ფლანგზე. და მე ამ შაბათის შოუებში, ზვანოს შოუში დაიწყებდნენ ეგეთი ხალხის დაცინვას და ეროვნული ფლანგი და კონსერვატიული საზოგადოება ეგონათ ეგეთი ხალხი. და ზუსტად ეხლა ხალხ ეგონა პრემიერსაც რომ ზურას რომ მოიწევდა ამ გაგებით დაიწყებდა საუბარს, მაგრამ რავი ზურას ინტელექტით დავინახეთ და პრემიერისას და დანარჩენი ყველასის და წლებია მაგას უყურებთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ კონსერვატიული ფლანგი უნდა ამოიწიოს ინტელექტუალური ხალხი, ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი საღი აზროვნება. და რაც მთავარია ეროვნული მიმართულებით და აი გულწრფელი ეროვნული ნაბიჯების გადადგმა უნდა შევძლოთ. ეგეთ ხალხმა და ამიტომ საზოგადოებაც უნდა მომწიფდეს, დაღვინდეს, ემოციებით არ უნდა იღებდეს რაღაცა არჩევანს, უნდა მოусმინო და შენ თვითონ გადაწყვიტო. ეხლა ვიღაცა კომენტარში დაწერს, რომ მომეწონა სიტყვაზე ზურა და მაგის გამო მხარი დაუჭირო, შეიძლება იტყვილება, უნდა მოусმინო და საკუთარი მე და საკუთარი ნება უნდა გამოხატოს ყველამ და აფიქსიროს სწორი აზრი. ესე კი არა ეს გაბოროტებული რაღაცა ზოგი შურით და იმითი რომ გამსკდარი ქართული ოცნების ის ტროლბოტები რო წერენ რაღაცეებს, რა სურათები დადეს, რომ პრემიერს რო უჭირავს ზურა და რაღაცეებს რო წერენ. ნახე, მაგათი ფუნქციაც ეგ არის და მაგათგან არ მიგვირს. არ გამკვირვებია. გავიგე, მაგრამ უყურე ეგ ხალხი ზუსტად გვეხვეწებოდნენ, რომ კონსერვატორები მოდითო იქ რუსთაველიძე რო ქონდათ დიდი აქცია ოცნებას, რომ აი სახელმწიფო გვეღუპება და ეროვნულები თუ ხართ ერთად დავდგეთ, მოდით და რო არ მივედით, მაშინ მოღალატებად გამოგვაცხადეს. ეხლა რო ზურა მივიდა და ეგეთი რაღაცა დაიწყო, მაგის საწინააღმდეგო დაიწყო. ეს ყოველთვის იქნება, გავიგე, მაგრამ არის ადამიანები, ვინც ამ რაღაცეებში აყვებათ ხოლმე. ესეც ალბათ პოლიტიკური ეს მომწიფებლობის ბრალი არის და სწორად რო არ ფიქრობენ და რაღაცა ანალიზსაც რო ვერ აკეთებენ. მაგრამ ამდენ პოლიტიკოსები ეხლა გვარამიას, რა ვიცი, გვარამია თუ პოლიტიკოსი არის, რა ვიცი, ზურას ჩემ მეტი პოლიტიკოსი არის. თავისი ინტელექტით და რა ვიცი, თავისი დებატებში გამოჩნდა იგერ თავიდან ბოლომდე. უნდა გადავიდეთ ამ სადღეგრძელოების რეჟიმის რაღაცა საუბრიდან. ანუ საქმე.
გაბწყინდება საქართველო და ისა და გავიგე, უნდა გაბწყინდეს ჩვენით, უნდა გავაბწყინოთ და ჩვენ უნდა ჩავერთოთ და ამიტომ მაგას სჭირდება ესეთი სწორი ფიქრი, სწორი ანალიზი. ამას განათლება სჭირდება ეხლა განათლებული პოლიტიკოსები გჭირდება. ეგეთ პოლიტიკოს კი ვხედავთ, რომ რა ვიცი, მე ეხლა იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩვენი მოძრაობის და ჩვენი გუნდის ლიდერი არის. მაგან დაღუპა ზოგადად, რომ მე ამ გუნდში და რაღაცა ის სექტებად რო არის აქცეული, არა. სწორი არის, სწორი ანალიზი გააკეთა, სწორი აქცენტები გაატარა, პრემიერს მოუწია აღიარება რაღაცეების, მოუწია რომ რაღაცეებს გადახედავს, აი იმ დონემდე უნდა მივიყვანოთ, თორე იქ ის მეორე რო ეჯდათ ის ვიღაცა ქვიშახორგზე დაუწყო ლაპარაკი იქ ქვიშახორგზე იღებთ იმაში ჭიათურაში რაღაცა პრემიერ-მინისტრს სამხედრო დონის პოლიტიკოს რაღაცა გუბერნატორის დონეზე ეუბნება ეხლა ეტყობა მაგას წაართვეს სადაც ქვიშახორგი ზურაბ კიდე სწორად აი მაღალი დონის პოლიტიკოსი როგორც არის მაღალი რანგის სახელმწიფოებრიობის საფრთხე რაც არის იმ თემებზე ისაუბრა. ეხლა პატარა თემა არ არის რა პირდაპირ თქვა რომ პრემიერთან რო დებატებზე ჯდები იქ სერიაში მთელი ქვეყანა რო გიყურებს იქ მართლა არ უნდა ილაპარაკო რაღაცა ქვიშაღორზე და ის რაღაცაზე რომ ბალასტიზე და უბედურებებზე ზურამ სწორად აი მაღალი დონის პოლიტიკოსების შეხვედრა როგორც დგება ემოციების გარეშე და რა ვიცი ეს ქართულ ხალხმა სწორად უნდა შეაფასოს და სწორად მერე უნდა იფიქროს რომ ჩვენთან მოსვლაზე, გაერთიანებაზე, ჩვენ მხარდაჭერაზე რომ რა ვიცი თუ ჩვენერად ფიქრობენ ჩვენთან უნდა დადგენ თუ ჩვენერად არ ფიქრობენ თავის გაზე გაუმარჯოს ყველას ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ ბევრი ხალხი შემოვიკრიბოთ რომ ამ ქვეყნის პირველ ეტაპზე ამ ქვეყანაში ძლიერ ოპოზიციად მოვიდეთ პირდაპირ ვიძახი ეხლა იმ პოლიტიკურ ძალას რა უთხარი ვინც ხელისუფლებაში მოსვლაზე არ მუშაობს და არ უნდა მაგრამ ჩვენ იმ ოპოზიციაში უნდა მოვიდეთ იმიტომ ძლიერად რომ ნელ-ნელა ნაბიჯ ახლა შეიძლება მოხვიდე და უცბად რაღაცა ამ ხელა გლობალურ პრობლემებში თავზე ჩამოგეშალოს ქვეყანა ნანგრევებში მოყვეთ ყველა ეგ აი გულწრფელად ვსაუბრობ ახლა რა რომ ამას დაფიქრება უნდა. ამიტომ ჩვენ მოვდივართ ესე ნაბიჯ გზადაგზა მერე ისეთ ადამიანებსაც ხვდებით, ნახულობთ, პოულობთ, ვინც სწორად ფიქრობს, თავისი განათლებითაც მისაღებია და მერე დიდი გუნდი როცა მზად იქნება იმისთვის, რომ რაღაცეები შეიძლება ჩავიბაროთ ამ ქვეყნისთვის, ეგეც ღვთისნება იქნება და ქართველი ხალხი. თუ ეგ არ მოხერხდა ესე მაინც მივაწვევით და გადავადგენთ ნაბიჯებს, აგერ ინდოელებს უვლიდნენ და ორი კვირა დასდევენ უკვე და მეყავთ. ანუ ჩვენიდან გამომდინარე, არ მოვასვენეთ. ეგრე იყო ნარკოტიკებზე ბარიგები. ხო, დიდი დაჭერები რო დაიწყეს, მანამდე რამდენი ხანი იყო ერთი ამბავი ჩვენ პლანზე. როდესაც დაიწყეს, ახლა ამ იგლოსის პროექტზე მიწებთან გასხვისებასთან დაკავშირებით პრემიერს მოუწია უკვე უკან დახევა და ის რო ანახად საბუთები ამონაწერები რომ ბევრ უცხოელზეა და არაბზე და ირანელზე გაყიდული ეს მიწები პრემიერს უკან მოუწია დახევა რომ არ ელედებოდნენ. ამიტომ აი ეგ დისკომფორტი უნდა შეუქმნას. გახეთქილმა კითხვა ჟურნალისტმა ყველას საკითხოს აპირებთო? სახელებდა ბარებით რომ დაიწყო ზურა და რომ შეხედა ესე დასტა ქონდა ვიტალი ყველას საკითხოს აპირებთო? იფიქრა დაგვათენდება თავზე. ბატონო და ნუ აი ეგ უნდა შევძლოთ. ეგ სოციალური ქსელითაც შეგვიძლია ახლა ამ ეტაპზე უნდა იაქტიუროს ხალხმა ეგეც საკითხებზე უნდა მივაწვეთ. აი ეს იუენალური იუსტიციის კანონი მიბმული რომელიც არის სტამბულის კონვენციაზე აი კონვენცია ახლა რო თქვა რომ უნდა გადავხედოთ მაგაზე უკვე უნდა მივაწვეთ. კი. რომ მით უმეტეს ნათქვამს ერთი ნაბიჯი უკვე გადმოდგმულია იქეთ ამ მხრიდან და ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ბატონო ეს თქვა რომ თავის დროზე თავს მოგვახვიესო და მიგვაღებინესო და რა ვიცი. ახლა აბუთი და ჰამოედანიო ვაცადო. თვითონ იმასაც თვითონ აღიარებენ და თუ აღიარებენ აგერ ჩვენ ზეუბნებით რომ გასაუქმებელია და უნდა გააუქმონ.
უნდა გამოვიდნენ მაგ კონვენციიდან. იქ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართული ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში. აი ამ საკითხებზე უნდა მიწოლა და რაღაცა დაბალი დონის საუბრები ცოტა თვითონაც იმიტომ აწყობთ, რომ აი აქ დაბალი დონის ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს თავის პარტიების, აი თუნდაც გირჩის, იმ ლელოსი, იმ რაღაცა სხვადასხვა პარტიების იმიტომ იწვევენ, რომ იმათზე მაღლა დგანან თვითონ სიტუაციის განახლებითაც და ინტელექტითაც. და ჩვენი მოძრაობიდან იმიტომ არ უნდათ აი ეს მიწვევა, რომ ეხლა ზურა შესაძლებლობები წლებია უყურებს ყველა და რავი მართლა ნიჭიერი არის. თან პოლიტიკურადაც ძალიან ისე ყოველდღურად იზრდება ის ადრე რომ ცოტა ემოციები ქონდა, ეთყობა ასაკთან უკვე ეგეც დაუღვინდა და კობახის ძეზე ეძახიან რომ ემოციები არა აქვს, მაგრამ ზურას მართლა ემოციები პოლიტიკოსი მაშინ ხარ, როცა ემოციების მართვა შეგიძლია და საუკეთესოდ მართა იმ დღეს ემოციები, მაგას უყურეთ ყველა მე მგონი. ყოველ დღეს სხვადასხვა კატეგორია შემოდის და ძალიან კარგია და სწორია, როცა ასმენინებ უკვე კონსერვატიული ფლანგის პოზიციონირებას, აზრს, რას როგორ უყურებენ პროცესებს, ხან თავიდან წაგვეჩხუბებიან, გაგულანძღავენ ის ზოგი იქნება ისეთი, რომ მიიღებს, მოგვისმენს რდილობიანად და თითო მარცვალი, თითო ორი ადამიანი მაინც რომ მოვაფხიზლოთ და გადმოვიყვანოთ იმ ჭკუაზე, რომ ჩვენ სწორად ვაზროვნოთ და სწორად ვაფასებთ ამ ყველაფერს და მოდით დაგვიდექით გვერდით, რომ ერთად რაღაცა კარგი ვაკეთოთ ხალხნო. აი ამისთვის მე სწორად მიმაჩნია, როცა ცდილობ რაღაცა აუდიტორია იყოს და შეკრული იყოს და ამ ბოლო დროს ამას ვაკვირდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანია მომატებული ახლა ჩემთან აუდიტორიაში, გარედან მაყურებელი იყო 4600 ჯამში და იყო 130-140 კაცი სტაბილურად. ეხლა უკვე წამოვიდა ქვევით, იმიტომ რომ ბევრი ლაივებია უკვე ჩართული. გვიან ღამით ბევრი ირთვება ხოლმე. მადლობა მინდა გითხრა მოწვევისთვის, მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს. რამდენი ხანი გვისმენენ, რავი კრიტიკასაც მივიღეთ. ძალიან თბილი კომენტარები იყო, კრიტიკამდე ვერ მივედით, 1-2 იყო ისეთი, ვინც რუსეთუმეები ხარ და რაღაც ისურვენ დაგვიზარდა და ისინი დავბლოკე. ნუ ეხლა რუსეთუმეები მაგას 5 წელია გვეუბნებიან და ჩვენზე მეტი რუსეთუმეები გამოდგნენ თვითონ ყველა ისინი და განსაკუთრებით უყურე ყველა შეიძლება ჩვენ რაღაცას ხსნიდეთ და ვიძახდეთ, რომ ჩვენ ეგრე ვართ, მაგრამ დრო ყველაზე მეტად აჩვენებს ყველაფერს. ამიტომ ამ დროში ყველა გამოჩნდა ვინ რუსეთუმეა, ვინ მოღალატეა, ვინ კოცია, ვინ ნაცია და ვინ შმაცია და ჩვენ ისე ვისავართ, რაც ვიყავით და ცხოვრებით რაც ვართ და ბუნებით და ეგეთი ხალხის ერთობა მოხდა და ამ ერთობაში ყველა სულილი გვაქვს მიღებული ალტინფოს ტელევიზიიდან მოყოლებული დღემდე ეს სოციალური მედია ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს მაგას და ნუ სტორი შენიშვნა ჩვენ ყოველთვის მიგვიღია და რავი ყველასთან მზად ვართ სასაუბროთ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს იმათთანაც ვისაც რა მოსწონს ჩვენი ხედვა იმათთანაც ოღონდ ეხლა რაღაცა ქაჯები და უზდელები და ესენი სხვათაშორის სოციალურ ქსელებში როცა ჩვენთვის ეგეთ შეურაცხყოფები მოვყენებიათ ეგეთ ხალხი მოგვინახია და მე სულ სხვანაირები გამხდარა ხოლმე და ეხლა ბოლო ხანებში უკვე ერიდებიან. აღარ ხდება მძიმე ზომების მიღება საჭირო. მადლობა. მიდობიანი საღამო, მერაბ მეუღლეს მოკითხვა დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გულია საქართველოს. მაყურებელს მადლობა იმისთვის, რომ ესეთი მოთმინებით გვისმინეთ და გულისხმურით საათი და 46 წუთი ცოტა დრო არ არის. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქტიურობისთვის. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.